მოგესალმებით მეგობრებო, თუ ისმის ჩემი ხმა. მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ლაივის თემა არის ორიკურის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. ტრადიციულად განვიხილავთ როგორც ზოგად, ასევე ორიკურის ტენდენციებს ზოდიაქოს ნიშნებისთვის. პერიოდი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ გავდივართ რეტროგრადულ ფაზას მერკურის ლომის ზოდიაქოში. ეს პერიოდი მნიშვნელოვანი არის იქიდან გამომდინარე, რომ რეტრო მერკურის ციკლი ზოგადად გადავა უკვე შემოდგომიდან 2025 წლის წყლის ნიშნებში ნელ-ნელა, მხოლოდ 6 გრადუს გაივლის შვილდოსნის ზოდიაქოში, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისად შეიცვლება ის თემატიკა, რომელიც მოაქვს ხოლმე ზოგადად რეტროგრადული მერკურების ციკლს. ეს თემატიკა შეიძლება იყოს როგორც შესაძლოა იყოს როგორც ესე ვთქვათ პიროვნულ დონეზე, ასევე ჩვენს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, ხო? და ზოგადად რეტროგრადული მერკურის ციკლი კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშნებში, კონკრეტულ სტიქიაში აპროგრამებს ხოლმე იმას, ესე ვთქვათ, რაც კონკრეტულად იმ ზოდიაქოს ნიშნის მიერ არის მართული, ხო? ანუ იმ სფეროს. ესე იგი, დავიწყოთ პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ პერიოდი არის საკმაოდ რთული პერიოდი, იმიტომ არ არის, რომ მხოლოდ რეტროგრადული მერკურია, ამ მერკურსაც აქვს თავისი ფაზები, რომელი ფაზებიც გულისხმობს, ანუ რაღაცა კონკრეტული იწყება, აღწევს მერე კულმინაციას და მერე უკვე მიდის დასასრულისკენ, ხო? ან დასასრულისკენ როცა მიდის, ჩვენ საუბრობთ ხოლმე ამ დროს, რომ ეს ყველაფერი უნდა გადავიაზროთ, ხო? ანუ რაც მოიტანა ამ ყველაფერმა მოგესალმებით ყველას, ვინც მიყურებთ. ხო, რაც მოიტანა, ესე ვთქვათ, ამ რეტროგრადულმა მერკურმა, აი ამის ესე ვთქვათ, გადააზრება უკვე უნდა მოხდეს მომავალი ორიკურის მანძილზე. პროგნოზი არის 31 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ არ გირჩევთ რამე ახალი საქმეების წამოწყებას, არ გირჩევთ ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი შენაძენების გაკეთებას, ანუ ესე ვთქვათ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, არ არის მაინც და მაინც რეკომენდირებული, აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად მხოლოდ დავკავდეთ დასვენებით ამ პერიოდში, იმიტომ რომ ენერგეტიკულ გამოფიტვას იწვევს რეალურად ეს პერიოდი, რომელიც ეხლა მიდის, ფიქსირებულ ნიშანშია და ეს ნიშნავს იმას, რომ აი ამ ფიქსირებული, ესე ვთქვათ, ნიშნის ენერგეტიკის მატარებელია, რომელი ნიშნიდანაც გამოსავალი ზოგადად რთული საპოვნელია, ანუ ფიქსირებული არის, ანუ ეს არის მუდმივი ნიშნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ნუ საკმაოდ, ესე ვთქვათ, რთულად არის, ესე ვთქვათ, გამოსავლის პოვნა. ერთადერთი გამოსავალი ახლა ამ პერიოდში არის ის, რომ მივდივართ და გავდივართ ზოგადად პერიოდს, როდესაც უკვე იტვირთება, რასაც მე ვამბობდი ზაფხულის პროგნოზშიც, წინა ლაივშიც, ხო? რაც ჩვენ დავთესეთ, რაც ჩვენ ავაშენეთ, როგორც შვილებთან ურთიერთობების თვალსაზრისით, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში, სასიყვარულო ურთიერთობებში და მშობლებთან ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი, ეს მოცემულობები, რაც ეხლა ამ ეტაპზე ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ანუ განსაკუთრებით ბოლო 3 კვირის მანძილზე და კიდევ მომავალი 2 კვირის მანძილზე, რაც მოხდება, არის კარგული და დიდად ვერ ხდება ხოლმე ამ ყველაფრის თავიდან არიდება, ანუ ერთი არის, რომ რაღაცა დარტყმა მოდის, ხო, რაღაცა მოვლენა მოდის და შესაბამისად ამ მოვლენის რაღაცა თავიდან არიდება, დიდად არ შეგვიძლია, ხოლო მერე უკვე ეს პროცესები გრძელდება, რაც ეს ბოლო 3 კვირის მანძილზე მიდიოდა, ხოლო აი ამ პროცესების გაგრძელების შემდეგ, ანუ ხვალ უკვე იქნება მზე მერკურის შიდა შეერთება, ანუ რეტრო შეერთება, ანუ მერკური გადავა მზის უკან და მისცემს მზეს იმ გამოცდილებას, რომელიც დააგროვა, ხო, აი ამ რეტროგრადულობის ფაზის პერიოდში და რას ნიშნავს ეს ზოგადად, რა გამოცდილებას გადასცემს, ანუ აქამდე თუ ბოლო 3 კვირის მანძილზე რაღაცა მოვლენებს, ხო, ანუ მტკივნეულად აღვქვავდით, მაგალითად შეიძლება რომ მოკლედ ანუ ჩვენს ბრალეულობას ვერ ხედავდით რაღაცა იმ კონკრეტულ განვითარებულ სიტუაციებში რაც ხდებოდა. აი ეხლა და უფრო რაღაცა იმპულსური იყო, უფრო ესე ვთქვათ, გაფილტვის გარეშე მიდიოდა ეს ინფორმაციები, რომლებიც ჩვენამდე მოდიოდა, ხო, ანუ ჩვენს ქვეცნობიერშიც და ცნობიერშიც, ეხლა უკვე უნდა გაიფილტროს, ანუ ეხლა უკვე უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გადააზრება მომავალი 2 კვირის მანძილზე, აი ბოლო ივლისის თვეში მაგალითად, რაც მოხდა, რისთვის მოხდა,
რატო მოხდა და მე რა პასუხიც მოვიდა აი ამ პასუხის შესაბამისად ჩვენგან სამყარო რას ითხოვს ხო ანუ ზოგადად საით უნდა წავიდეთ რა უნდა ესე ვთქვათ ავირჩიოთ რა უნდა გადავიაზროთ და რა უნდა და სამყაროს ანუ რა უნდა გვესწავლა ამ პერიოდში ხო აი ეს თემები არის თან მთლიანად აქცენტირებული სავსე მთვარეობა გვექნება 9 აგვისტოს 12-ს რომ აკლია 5 წუთი საქართველოს დროით აქედან გამომდინარე ეს სავსე მთვარეობა ასევე არის ესე ვთქვათ კარმული მოვლენებით იქნება დატვირთული და აი ამ სავსე მთვარეობამდე ჯერ კიდევ გვაქვს შანსი რომ რაღაცები გადავიაზროთ რაღაცები შევცვალოთ ჩვენს თავში თუნდაც ან ჩვენს ცხოვრებაში არ აქვს მნიშვნელობა ანუ რა კონტექსტში უნდა გვინდოდეს ეს რა კონტექსტში უნდა იყოს ეს მიმდინარე პროცესები არის შანსი სავსე მთვარეობამდე რომ კიდევ რაღაცა ავაშენოთ ხო გარდა იმისა რაც კანონზომიერება მოდის თავისი დრის შეცვლაც არ შეგვიძლია ამავდროულად ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მიმღებლობა დამოკიდებულება ჩვენი პროტესტები შეგვიძლია რომ გავაცნობიეროთ და ანუ ეს ვთქვათ ვმართოთ და მივხვდეთ იმას მოკლედ რასაც უნდა მივხვდეთ და რა თქმა უნდა თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის ეს არის რაღაცა ინდივიდუალურ სფეროში მიდის ამაზე ვისაუბრებ როდესაც გადავალ უკვე ზოდიაქოს ნიშნების პროგნოზზე მოკლედ მომავალი 2 კვირა ანუ მერკურის ფაზა იცვლებს მდგომარეობას გადადის მზის უკან რაც იმას ნიშნავს რომ უკვე ეს ყველაფერი უნდა გავიაზროთ ხო ანუ გააზრების პერიოდია შეიძლება ბევრ ადამიანს ჰქონდეს განცდა რომ თითქოს დრო გაჩერდა თითქოს რაღაცა ეს ვთქვათ არაფერი წინ არ მიდის მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს დროის გაჩერება, აი ეს მოვლენების გაჩერება, შესაძლოა რაღაცა გეგმები გვაქვს, ხო? ანუ სიახლეების წამოწყების თვალსაზრისით, ანუ ყველაფერი ისე ვერ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა. ეს იმიტომ, რომ აი ამ პერიოდისგან, ესე იგი, ეს ვთქვათ, შეგვიძლია ყველა ადამიანს მივხვდეთ, რომ ჯერ ის ვერ გავიგეთ, რაც უნდა და სამყაროს რომ გაგვეგო და გვესწავლა, ხო? მოკლედ არ გირჩევთ ახალი საქმეების წამოწყებას, უფრო კარგი იქნება თუ ანუ ივლისის თველს, ანუ ეს ვთქვათ, გადავიაზრეთ, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, ზოგადად რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნეგატივიც, პოზიტივიც, ანუ შეიძლება კარგი რაღაცებიც მომხდარიყო, ხო, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, ესეც იმას ნიშნავს, რომ ანუ ესეც ეს თქვა ჩვენი აშენებულია, ხო? აი ეს კარგი მოვლენები და შესაბამისად უკვე ეს თქვა დაუგვიბრუნა, ხო, სამყარო, მაგრამ აი ამ კარგ მოვლენებსაც უნდა რა თქმა უნდა კონსტრუქციული გამოყენება, ვისთანაც კარგი მოვლენები მოხდა ბოლო პერიოდის მანძილზე, ანუ ივლისის თვეში, უნდა გამოყენება და ესე იგი რაღაცა ეს თქვა კონსტრუქციული მიმართულების მიცემა, არ გირჩევთ ახალი საქმეების წამოწყებას, ზოგადად აგვისტოს თვე არ არის რეკომენდირებული რაღაცა დიდი შენაძენების გაკეთება, ან მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყება, არ არის მაინც და მაინც ჰარმონიული ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ითხოვს უფრო გააზრებას, ითხოვს უფრო ანუ შინაგან დონეზე რაღაცა ახალ ეტაპზე გადასვლას, ანუ პასუხისმგებლობების აღებას საკუთარ თავში, ბევრმა ადამიანმა შესაძლოა აღმოაჩინა შემოქმედებითი ნიჭები, ან სურვილი გაუჩნდა, რომ რაიმე ეს ვთქვათ შემოქმედებით საქმიანობით დაკავებულიყო, ესეც რა თქმა უნდა ჰარმონიული არის და კარგი არის თუ რომელიმე ადამიანს აქვს სურვილი, რომ თავისი შემოქმედებითი ნიჭები განავითაროს და რაღაცა ახალ ეტაპზე გადაიყვანოს, ხო? ანუ ამ ხრივ საკმაოდ ჰარმონიული პერიოდია. თუ შემოქმედებით საქმიანობას დავუთმობ დროს და დავიწყებ ტრადიციულად სავსე მთვარეობაზე გეტყვით კიდევ 9 აგვისტოს 12:05 აკლია იქნება სავსე მთვარეობა მერწყული ლომის ღერძზე და ესე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ ზოგადად ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ღირებულებები, პრინციპები, საზოგადოებასთან ურთიერთობის ნორმები, ამ თითოეული ადამიანი აი ამ ურთიერთობაში უნდა გადავიდეს რაღაცა ახალ ეტაპზე, ხო? ჩვენ თუ ამბობთ იმას, რომ მერწყულის ეპოქა შემოდის და რაღაცა ეს არის ანუ უკვე რაღაცა თითქოს ახალი ერა, ახალი კომუნიკაციების, ახალი, ესე ვთქვათ, ინტელექტუალური შესაძლებლობების, მეცნიერული, ესე ვთქვათ, აღზევების ხანა და ამ შემდეგ ეს ასევე ნიშნავს, ანუ სოციუმის მიმართ, ანუ დამოკიდებულებას, სოციალურ დამოკიდებულებებს, ჩვენ სოციალურ ღირებულებებს, რამდენად ვითვალისწინებთ ანუ ხალხის აზრს, ანუ სხვისი ინტერესებისთვის ცხოვრობთ თუ პირადი ინტერესებისთვის ცხოვრობთ და ეს რეტროგრადული მერკური თლიანად გვაიძულებს, რომ ჩვენი პირადი ინტერესები წამოვწიოთ წინახაზე, თუმცა რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ინტერესები რაღაცა ბოლო ხაზი გადავიყვანოთ, ან უკანა ადგილას გადავიყვანოთ, ხო ეს რა თქმა უნდა ესე არ არის.
მაგრამ თითოეულ ადამიანს მოუწევს გადახედოს თავის პირად როგორც პრინციპებს, ასევე პირად ინტერესებს, ოჯახის ინტერესებს, ანუ სისხლით ნათესავების ინტერესებს, მათთან ურთიერთობებს, თუ რაღაცა პრობლემა იყო ან არ მოწონს უნდა შეცვალოთ, თუ ეხლა ამ პერიოდში არ შეცვლით, მაშინ უკვე ეს დაბრუნდება შემოდგომით და მაშინ ამ პერიოდში უკვე მე უარესი მოხდება ამ სირთულების თვალსაზრისით, ხო? აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის, რომ კარგი შანსი არის, ანუ მთლიანად აგვისტოს მანძილზე განსაკუთრებით 15-მდე და სავსე მთვარეობამდე, რასაც ავაშენა, ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად მთვარის ციკლი ყველაზე პატარა ციკლია, ხო? ანუ რას ვთესავთ და რას ვიმკით, ანუ ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, აი ამ მთვარის ციკლის გამოყენებაც კარგი არის. ანუ სანამ ჯერ სავსე მთვარი არ მოსული, კიდევ გვაქვს 10 დღე, ანუ რასაც ავაშენებთ, სავსე მთვარეზე ეს აკუმულირდება, ანუ კარგიც და ცუდიც და შესაბამისად მე უკვე სავსე მთვარის შემდეგ მომავალი 2 კვირის მანძილზე მოვიმკით ამას, ხო? ამიტომ სავსე მთვარემდე ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი გააზრებები, ჩვენი ღირებულებები, ის ცვლილებები, რომელიც შეიძლება რომ გავიაროთ და განვახორციელოთ როგორც საკუთარ პირად დონეზე, ამავდროულად ზოგადად ანუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც, ანუ ეს სავსე მთვარეობა იქნება საკმაოდ დაძაბული მეგობრებო, ანუ მთლიანად კარმული კანონზომიერებით დატვირთული და ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაცები შევცვალოთ, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დავიწყებ ტრადიციულად ვერძების ზოდიაქოთი. ვერძის ზოდიაქოთი, ну ვერძებთან აი აქ არის მოკლედ პერიოდი, როდესაც ითხოვს სამყარო სერიოზული პასუხისმგებლობების აკუმულირებას, ხო, ვერძებისგან. ეს არის პერიოდი, როდესაც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები შეიძლება დაეკისროთ ვერძებს, როგორც ოჯახური თვალსაზრისით, ანუ ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, ასევე შვილებთან, ხოლო ვისაც ახლა ოჯახთან და შვილებთან, შვილები ვისაც არ ყავს, მაგალითად პარტნიორული ურთიერთობები ვისაც არ აქვს, ამ შემთხვევაში მშობლებთან, დედმამიშვილებთან, თქვენ სისხლით ნათესავებთან დაკავშირებით არის საკმაოდ ისეთი რა, ანუ მნიშვნელოვანი აქცენტირებული პერიოდი, ანუ კარმულია, ამას ვერ აირიდებთ. ეხლა რა, ესე ვთქვათ, მოცემულობებიც მოდის, აი მაგალითად თუ გიწევთ სახლში ყოფნა, ან ოჯახური საქმეებით დაკავება, ხო, და სხვა გამოსავალი არ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ სამყარო ამას თქვენგან ისედაც ითხოვს, თუ ამას გააპროტესტებთ, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი გაკეთებული ჩაგეყრებათ წყალში, ხოლო თუ ამას არ გააპროტესტებთ და პირიქით ეცდებით, რომ რაღაცა საინტერესო დაინახოთ ამ ყველაფერში, ხო, ამ შემთხვევაში უკვე პირიქით საჩუქრებს მიიღებთ, აი იმ შესრულებული პასუხისმგებლობებისთვის, რომლებსაც ეხლა უძღვებით. აუცილებელი არის ვერძებთან, შვილებთან ურთიერთობების დალაგება, შვილებთან ახლო კომუნიკაციის დამყარება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის მშობლებთან დაკავშირებით, შეიძლება ან თქვენ მშობლებს დაჭირდეთ, ხო, ან თქვენი დახმარება, ამ მხრივ არის, ესე ვთქვათ, ვერძებთან აქცენტირებული პერიოდი, როდესაც მოკლედ აი ეს პასუხისმგებლობები ვერძებს შეიძლება აწვება, მაგრამ ამ პასუხისმგებლობებს თუ არ გაიქცევით და თუ მაქსიმალურად მიიღებთ ამ ყველაფერს, ესე ვთქვათ, ინტერესით და ისე როგორც რაღაცა ახალი ეტაპი, ანუ თქვენს ცხოვრებაში, ამ შემთხვევაში სამყაროსგან მოვა ძალიან კარგი უკურიაქციები და მიიღებთ სარგებელს, ხო? ეს სარგებელი არის ფინანსური პირველ რიგში ვერძებთან, თუმცა ფინანსური თვალსაზრისით მომავალი 2 კვირა შეიძლება იყოს, ხო, რაღაცა ხარჯები, რაღაცა ესე ვთქვათ, გაუთვალისწინებელი ხარჯები, ან შეიძლება ეს ფინანსები არ იყოს საკმარისი, როგორც თქვენ ისურვებდით ვერძებო. აქედან გამომდინარე, მოკლედ, ჩემი რჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად ფინანსურად, ანუ დიდ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, ასევე მეგობრებთან ურთიერთობები, ანუ შეიძლება რაღაც ახალ ეტაპზე გადავიდეს, ზოგადად თქვენთან გადაიყვანოთ, ხო, ეს მეგობრული ურთიერთობები ახალ ეტაპზე, რაღაცეები რაც უკვე დამთავრდა და რაღაცეები რამაც უკვე თავისი დრო და ხანი მოჭამა, სავარაუდოდ დასრულდება ვერძებთან, აი ეს რაღაცა მეგობრებთან ურთიერთობები, ზოგადად სოციალური ურთიერთობები. და უფრო სამყარო ისე ვთქვათ მიგატრიალებთ ოჯახისკენ და სისხლით ნათესავებისკენ. ფინანსურად აქაც რაღაცა სიახლეებს ითხოვს, მაგრამ მანამ სანამ ეს ფინანსური სიახლეები მოვა, აუცილებელი არის რომ თვითონ ვერძებმა საკუთარი პროფესიონალი, საკუთარი ინტერესები რაღაც ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ და აი ამ რაღაცა სიახლეების მიღების არ შეგეშინდეთ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობების აღების არ შეგეშინდეთ, ასევე არ გამოვრიცხავ ვერძებთან რომ დაიბადოს რაღაცა ოჯახური ბიზნესი
ბიზნესის იდეა, სხვათა შორის არის ხოლმე საკმაოდ ხშირად ეს მოცემულობაც, როდესაც ესეთ პერიოდებში ოჯახური ბიზნესის რაღაცა იდეა იბადება და ზოგადად ოჯახური ბიზნესის წამოწყება ვერძებისთვის კარგი იქნება, მაგრამ ამ თვეში თუ კარგი იქნება თუ დაუთმოთ უფრო დაგეგმარებას, მაგრამ უშუალოდ წამოწყება ჯობია მაინც უფრო სექტემბრიდან, ანუ ეხლა ჯერ არ არის მაინც და მაინც ჰარმონიული პერიოდი რაღაცის წამოსაწყობად, იმიტომ რომ მე მაინც შეიძლება მოგიწიოთ კიდე გადალაგება, ხო? შვილებთან ურთიერთობებში, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში, აი ეს პერიოდი, ანუ რაც თქვენ დიდი ხნის მანძილზე გქონდათ მოგროვილი, ან თქვენს პარტნიორს თუ გქონდა მოგროვილი, მაგალითად თქვენ არ ციცოეთ, აი ეს ყველაფერი აკუმულირდებოდა და აფეთქდებოდა, ასევე მშობლებთან ურთიერთობაში და აი ეს რაღაც დონეზე ვერძებისთვის შეიძლება წარმოადგენდეს ერთგვარ წნეხს და რაღაცა გადაჩვეული იყოს, ხო, რაღაცა ოჯახურ ურთიერთობებს და ეხლა უცბად რაღაცა მოუწიოს, ხო? აქედან გამომდინარე, კარგი პერიოდი არის თუ ზოგადად ანუ საჭიროებებს კი არა და ანუ მოვალეობის მოხდის მიზნით რაღაცა ურთიერთობებს კი არა, ანუ უშუალოდ ამ ადამიანებს უფრო ახლოს გაიცნობთ, ხო? იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების ტურბულენტობებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც ჩვენ ასწრაფებულ დროში ვცხოვრობთ, შეიძლება ვერ ვიცლიდეთ ხშირად ოჯახური ურთიერთობებისთვის, ან შვილებთან ურთიერთობებისთვის, იმიტომ რომ ყველა არის დაკავებული, ყველა არის გადარბენაზე და აგვისტოს თვე და განსაკუთრებით აი ეს მომავალი 2 კვირა საუკეთესო პერიოდი არის იმისთვის, რომ ახალი ეტაპი დაიწყოთ ამ ურთიერთობებში, გაიცნოთ ეს ადამიანები, ანუ მოусმინოთ. აქამდე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ბოლო 2 კვირა თუ იყო უფრო ეგოისტურ სუბიექტური, რომ აი მე, ხო, ანუ მე რას ვიღებ ამ ურთიერთობიდან, მე მომწონს თუ არ მომწონს და ამ შემდეგ. ეხლა უკვე მომავალი 2 კვირის მანძილზე, ანუ 15-მდე და განსაკუთრებით 9 აგვისტომდე იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებელი იქნება, რომ მოკლედ ანუ მათი თვალითაც შეხედოთ რაღაცა კონკრეტულ რეალობებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ პარტნიორული ურთიერთობები არის, ანუ უფრო აქცენტირებული კონფლიქტურობის ალბათობა არის. მხოლოდ ვერძებს არ ეხებათ ეს, ზოგადად ყველა ზოდიაქოს ნიშნებს ვურჩევდი, რომ განსაკუთრებით დაიცვათ უსაფრთხოების ზომები, არ ღირს ამ პერიოდში მთელი აგვისტოს მანძილზე არ ღირს არანაირი რისკი, არ ღირს ისეთ ადგილებში სიარული, სადაც მოკლედ რაღაცა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, ხო, თუნდაც სტიქიური მოვლენები და ამ შემდეგ რა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ბევრი ადამიანი შეიძლება ეს ექსტრემიზმის მოუნდეს, ხო? ანუ ექსტრემიზმის რაღაცა მოზღვავება, ადრენალინის მოზღვავება იგრძნოს, ან სურვილი გაუჩინდეს, რომ ადრენალინი იგრძნოს და ესეც არ არის აბსოლუტურად რეკომენდირებული მომავალი 2 კვირის როგორც მომავალი 2 კვირის მანძილზე, ასევე მთელი აგვისტოსთვის მანძილზე, იმიტომ რომ ამ მხრივ ნამდვილად არ გვწყალობენ ეს ენერგიები, ეხლა უფრო რაღაცა, ესე ვთქვათ, დამშვიდებულ, შენელებულ, დაფიქრებულ ეს ვთქვათ, ნაბიჯებს ითხოვს ჩვენგან სამყარო და არასდროს შემთხვევაში არ შეიძლება იმპულსი, ხო? ანუ ნებისმიერი იმპულსური რაღაცა საქციელი, როგორც ვერძებთან, ასევე ზოგადად ყველა ზოდიაქოსთან, გამოიღებს თავის შედეგს, რომელიც შედეგიც იქნება ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური, ამიტომ ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში მოკლედ ვერძებთან გადადის რაღაცა ახალ ეტაპზე. შეიძლება რომ ძალიან ბევრი ვერძი, რომელიც ფიქრობს, რომ ახლა შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი, ესეც არ არის გამორიცხული, რომ ვერძებმა შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი, ან გაიუნჯობესონ ზოგადად საცხოვრებელი პირობები. ეს ადგილის შეცვლა შესაძლოა აქაც გულისხმობდეს როგორც ქალაქის შეცვლას, ასევე სახლის შეცვლას, ან ქვეყნის შეცვლას. არის ამ მხრივ ფინანსურად ცუდი პერიოდი არ არის ვერძებთან, ანუ შემოსავლის მოცემულობა არის, რაც უფრო მეტად დროს დაუთმობთ ოჯახს, მით უფრო რაც უფრო მეტად დროს დაუთმობთ ოჯახს, მით უფრო კარგად აისახება ეს თქვენ შემოსავლებზე, ხო? აქედან გამომდინარე, მანანა ჯანგირაშვილი მიწერს ცოტა მოკლედო და მაინტერესებს, აბა ვერძებს უთხარი ცოტა მოკლედ თუ აწყობთ. ხო. ასევე სამსახურეობრივი თვალსაზრისითაც არის ცვლილებები, ანუ ერთმნიშვნელოვნად ეს ცვლილებები შეიძლება რომ იყოს ჰარმონიული, მაგრამ ეს ძვრები თუ ეხლა დაიწყო და მაგალითად გაიწელა ან გაჯანჯილდა, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ სანერვულო მაინც არ გაქვთ, დაელოდეთ, უფრო დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან და ამას რაც უფრო მალე გადაიხდით, აი ამ ვალს ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებთან ურთიერთობების კონტექსტში, ანუ მით უფრო მალე გამოჩნდება თქვენი ესე ვთქვათ წასვლის ან სამსახურეობრივი რაღაცა პერსპექტივები, თუმცა აჩვენებს, ანუ შეიძლება ქვეყნიდან ძალიან ბევრმა ვერძმა, ზოგადად 2025 გააქვთ მომავალი 1 წელი, ძალიან ბევრმა ვერძმა შეიძლება შეიცვალოს ქვეყანა, რომელიც, ну, რა თქმა უნდა, არ არის მაინც და მაინც რეკომენდირებული,
ეხლა ყოველ შემთხვევაში აგვისტოს თვეში, სექტემბრიდან კი ბატონო შემოსავლის თვალსაზრისით ჰარმონიული იქნება, მაგრამ საკმაოდ რთული, ესე ვთქვათ, შრომის გაღება შეიძლება რომ მოუწიოთ ვერძებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს რთული შრომა, მოგეხსენებათ ხო, ახლა სახლიდან შორს თავისთავად არ იქნება მარტივი. ასევე დედმამიშვილებთან ურთიერთობები, ნათესავებთან ურთიერთობები გადადის ახალ ეტაპზე. კარგი იქნება თუ უფრო დაახლოვდებით, შეიძლება მოგიწიოთ კიდეც ამ პერიოდში ამ ადამიანებთან მოკლედ ურთიერთობა და ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს, ხო? ფინანსური თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ. ფინანსური თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგად გადაამოწმოთ ყველაფრის ფასი, რასაც შეიძენთ. ირმა დასასვენებლად შეგიძლია რომ წახვიდე, ოღონდ ექსტრემალურ დასვენებას არ გირჩევთ. მოკლედ აი ეს ახალი ეტაპი ნათესავებთან ურთიერთობებში, ვერძებთან არის მაინც უფრო აქცენტირებული, უფრო მეგობრული, უფრო ესე ვთქვათ, ახალი ესე ვთქვათ, დეტალური და ახალი ურთიერთობები შეიძლება ჩამოყალიბდეს, ამ ადამიანებს შეიძლება აღმოაჩინოთ ვერძებო, თქვენს ნათესავებში ისეთი რაღაცა, მომავალი ორი კვირის მანძილზე განსაკუთრებით ისეთი თვისებები თუნდაც, ან უბრალოდ იმდენად გესიამოვნოთ მათთან ურთიერთობა, რომ იფიქროთ, რომ აქამდე მაგალითად რატო არ იცნოდეთ, ან რატო არ გქონდათ უფრო ახლო ურთიერთობა, ხო? აი ეს მოცემულობები არის ერთმნიშვნელოვნად ვერძებთან. სიახლეების პერიოდი გავთ, გადაადგილებების ახალი რაღაცის შესწავლაც ძალიან კარგი იქნება, რეკომენდირებულია და ასევე ოჯახის წევრებთან ფინანსური რაღაცა, ასე ვთქვათ, წამოწყებებიც ასევე ჰარმონიული იქნება ვერძებთან, ოღონდ ეს პასუხისმგებლობები შეიძლება თქვენ უფრო მეტი დაგეკისროთ, ვიდრე ოჯახის სხვა წევრებს და ეს არ უნდა გააპროტესტოთ. აი ეს არის ცოტათი რთული არის და გადავიდეთ კურუებზე. კურუებთან აქ მთავარი აქცენტირებული თემა არის მაინც უფრო კარიერული და ოჯახური საკითხები. აქაც ოჯახური შვილებთან ურთიერთობები არის აქცენტირებული, ასევე მეგობრებთან ურთიერთობები გადადის რაღაც ახალ ეტაპზე. კურუების შემთხვევაში აქ განსაკუთრებით, დიდი აქცენტი არის, ოჯახური თვალსაზრისით, ოჯახური რაღაცა ერთობლივი ფინანსების გამომუშავება, ხო? რაღაცა გუნდური ერთობა ფინანსური თვალსაზრისით აი ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია და თუ თქვენ არ იყავით აქამდე გუნდურები, ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, ხო? ოჯახის წევრებთან ერთად, მატერიალური თვალსაზრისით, კურუებს შეიძლება ახლა ამ პერიოდში ეს ყველაფერი მოუწიოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში აქ ძალიან მნიშვნელოვანია და ჰარმონიულია, მინდა გითხრათ, კურუების შემთხვევაში აი ეს ოჯახური, ესე ვთქვათ, სიახლეების წამოწყებები, ასევე ნათესავებთან დაკავშირებით პატარ-პატარა მოგზაურობები, ახალი რაღაცების შესწავლა, თუნდაც თქვენი პროფესიონალიზმის ამაღლება იმ კონკრეტულ საქმიანობაში, რასაც აკეთებთ, ეს მნიშვნელოვანია, პიროვნულად კურუებს კარგი პერიოდი აქვთ, ეს მომავალი ორი კვირა ჰარმონიულია, თუმცა თქვენს ენერგიას და თქვენს ყურადღებას ესე ვთქვათ, უფრო მიიქცევს აი ეს ოჯახური რაღაცა საკითხებში. შეიძლება კარგი პერიოდი არის, თუ სახლში დაკავდებით რაღაცის გაკეთებით, არ ვიცი, აშენებით, დასვენებით და ამ შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი ჰარმონიულია, ოღონდ ახლა აქ რა თქმა უნდა არ ურჩევ კურუებს ამ თვეში რაღაცა რემონტის წამოწყებას მაგალითად, ხო? მაინც და მაინც, თუ თქვენ თვითონ აკეთებთ რაღაცას, სხვა ადამიანების ჩარევის გარეშე, ამ შემთხვევაში თუ თქვენ თვითონ მარტო გააკეთებთ რემონტს, კი ბატონო, გააკეთეთ, მაგრამ როგორც ესეთ დაქირავება ხალხის ამ პერიოდში არ არის რეკომენდირებული მაინც და მაინც. აქაც ფინანსური თვალსაზრისით შეიძლება კურუებს მოუვიდეთ მომავალი ორი კვირის მანძილზე სერიოზული ისეთი იდეები, რომელი იდეებიც მაგალითად უფრო კავშირში არის იმ რესურსებთან, რომელი რესურსებიც კურუებს აქვთ, აი წინაპრებისგან გადმოყოლილი, მაგალითად, აი სახლი, მიწა ქონდეთ და ამასთან დაკავშირებით, მოკლედ აი ეს რაღაცა სიახლეების პერიოდი არის, ამ ყველაფრის განვითარების, კარმულად აი ეს რესურსი, რაც დაგიტოვათ, მოკლედ თქვენმა წინაპრებმა, კარგი იქნება თუ აი ამ პერიოდში მომავალი ორი კვირის მანძილზე ამ რესურსების განვითარების და შემოსავლის წყაროდ ქცევის, ესე ვთქვათ, მოფიქრებაში დახარჯავთ, მხოლოდ მოფიქრებაში, პირდაპირ ესე ვთქვათ, მოქმედებაში მოყვანა ჯერ ამ ორი კვირის მანძილზე მაინც და მაინც არ არის რეკომენდირებული. ზოგადად ფინანსურად და სამსახურეობრივად კურუებთან, ასევე კარიერულად რაღაცა სიახლეები არის, რომელიც სიახლეებიც მოვა მარტივად და რომელიც სიახლეებიც მნიშვნელოვანი არის ასევე, რომ მიიღონ და არ შეეშინდეთ ამ სიახლეების მიღების, ჯერ პირველ რიგში რა თქმა უნდა იდეის დონეზე, მაგრამ ეს იდეები განხორციელებადი არის, საბოლოო ჯამში კურუების შემთხვევაში
შემთხვევაში. ამიტომ ეს შესაძლებლობები, რომლებიც მოვა, თქვენთვის არის ერთმნიშვნელოვნად ჰარმონიული, თუმცა რა თქმა უნდა, ითხოვს ეს გარჯას, ითხოვს რაღაც დონეზე არის ეს მოცემულობა, როდესაც ესე ვთქვათ, მოდის რაღაცა ენერგია, კი შეიძლება ეს იყოს ჰარმონიული, მაგრამ ჰარმონიული ენერგიას ჩვენგან ითხოვს ძალისხმევას, ხო, რაღაცის გაკეთებას. აქედან გამომდინარე, თუ ახლა ამის გაკეთება არ გვინდა, ან ამას გავაპროტესტებთ, რა თქმა უნდა, შანსად დარჩება და მე უკვე ეს ვთქვათ, გაშვებული იქნება ეს და მე უკვე მოვა იძულებით, ხო, რომელიც არ იქნება მაინც და მაინც ჰარმონიული, ანუ რაღაცა კრიზისი მოვა და იძულებული იქნები, რომ ესე ვთქვათ, დაძაბოთ გონება და მოიფიქროთ რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, ხო, ამ კრიზისის გადასაჭრელად, მაგრამ ამას თუ თქვენ თვითონ გააკეთებთ, რაღაცა ახლებურ გზებს დაიწყოთ ფინანსების გამომუშავების თვალსაზრისით. ხო, ამ შემთხვევაში ძალიან კარგი იქნება, ხო, ყურუებისთვის ახლა ენერგეტიკული თვალსაზრისით კი დამღლელი არის, ანუ ენერგეტიკა შეიძლება იყოს გამოფიტული, ამიტომ უფრო დიდი დრო დაუთმეთ ენერგიების აღდგენას, ძალიან მნიშვნელოვანია ეს, მით უმეტეს მზეც არის ლომის ზოდიაქოში და ეს ყურუებთან მოკლედ ფიქსირებული ნიშნების ცოტათი რთული არის, ენერგეტიკულ გამოფიტვას იწვევს, ამიტომ ამ პერიოდში შესაძლოა მოხდეს ენერგიის უკონტროლო ხარჯვა, როგორც ოჯახური თვალსაზრისით, არ ვიცი რაღაცა შეიძლება ნერვიულობდეთ, განიცდიდით, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებშიც, ანუ მაინც შავმთვარე თავისას შვრება და აქედან გამომდინარე შეუძლია ანუ შავმთვარეს, რომ ეს თქო გამოფიტოს ადამიანი, ხო, ანუ თქვენთან პირდაპირ ოპოზიციაში გაქვთ ახლა ყურუებს, რომლებიც უკვე მაისში არიან დაბადებულები, ნუ აპრილის ყურუებს, იმდენად უკვე აღარ 5 მაისის მერე დაბადებული ყურუებისთვის უკვე ცოტათი რთული არის და ანუ ეს მოცემულობა, ანუ ენერგეტიკული გამოფიტვა და ამთვის ბოლომდე მაქსიმალურად ყურადღება მიაქციეთ ენერგიას, თქვენს ყურადღებას და ენერგიას წაიღებს ოჯახური საქმეები, ასევე სამსახურეობრივი საქმეები, არის აქ სამსახურის ცოტათი კონფლიქტურობის ალბათობა, განსაკუთრებით სავსე მთვარის დღეებში, ამიტომ სავსე მთვარის დღეებში გულისხმობ, ანუ 7 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით, აი ეს პერიოდი, ეს მონაკვეთი იქნება ყველაზე ისეთი რა, ანუ რთული პერიოდი, ანუ 7 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ყველაზე განსაკუთრებულად უნდა ეს ვთქვათ, მოვუფრთხილდეთ ჩვენს ენერგიას, განსაკუთრებულად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები, აი ამ დღეებში განსაკუთრებით, იმიტომ რომ აქაც მარსიც იცვლის თავის ნიშანს და აქ ცოტა ნეგატიურად არის ასპექტირებული. ყურუებმა ასევე აი განსაკუთრებით 10 აგვისტომდე არის ეს ვთქვათ, აი ეს გადაღლა, ძვალსახსროვან სისტემას მიაქციეთ ყურადღება, ეს შეიძლება იყოს ხერხემალი, ეს შეიძლება იყოს არის თავის ტკივილები გქონდეთ ყურუებს და ამ შემდეგ, ხო? ანუ მნიშვნელოვანია რომ მაქსიმალურად მოკლედ ენერგიები აღიდგინოთ, მშვიდ გარემოში გაატაროთ დრო, კარგი იქნება თუ შემეცნებით დაკავდებით, კარგი იქნება თუ თქვენი პროფესიის რაღაც ახალ ეტაპზე გადაყვანით დაკავდებით, ან ამაზე ფიქრით უბრალოდ, მაგრამ უშუალოდ ფიზიკური და დასვენება კარგი იქნება, როგორც უკვე აღნიშნე, სამსახურეობრივად, ანუ ფინანსურად ცუდი პერიოდი ნამდვილად არის ყურუებისთვის, რაც უფრო მეტ სიახლეს მოიფიქრებთ და რაც უფრო ღიაობა გექნებათ აი ამ სიახლეებისთვის და მიმღებლობა, მით უფრო მეტი შესაძლებლობა მოვა ყურუებთან ფინანსური თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება იყოს ბევრად მარტივი ფინანსური შემოსავალი, ვიდრე მაგალითად აქამდე იყო, ბევრად მარტივად შეგიძლიათ გამოიმუშაოთ თანხები, ვიდრე მაგალითად აქამდე გამოიმუშავებდით. ხო, რაც შეეხება მეგობრებთან ურთიერთობებს, აი მეგობრებთან ურთიერთობებიც არის აქცენტირებული თემა, კარგი იქნება თუ ძველ წყენებს დაივიწყებთ მეგობრებთან დაკავშირებით, ანუ აპატიებთ, უპირობო სიყვარულის გაცემას ითხოვს აქ, ასევე ითხოვს ანუ სხვისი შვილების მიმართ და დახმარებას, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს და შეიძლება ყურუების გარშემო ბევრი ბავშვები გაჩნდნენ, რაც ასევე რაღაცა კარმული კანონზომიერება არის და მაქსიმალურად ანუ რაც უფრო მეტ სიყვარულს გასცემთ, მოკლედ ყურუებო სხვისი შვილების მიმართ, აი ამ პერიოდებში მით უფრო მეტს მიიღებენ თქვენი შვილებიც, ხო? ანუ აი ეს მოცემულობა მოკლედ არის ყურუებთან რაღაცა კანონზომიერების მხრივ კუთხით ეს მოდის. ნუ ოჯახური ურთიერთობები, ახლა პარტნიორული ურთიერთობები ყურუებთან არ არის ნეგატიური, პირიქით ჰარმონიული არის, მაგრამ აი ეს გადაღლა, აი ეს გამოფიტვა შეიძლება იყოს მე უკვე თვითონ ყურუების მხრიდან აფეთქების მიზეზი, ხო? ანუ გადაღლილობის გამო. აქედან გამომდინარე დაისვენთ მაქსიმალურად ეცადეთ რომ ოჯახში შეინარჩუნოთ მაქსიმალურად უსაფრთხოების ნორმები, სიმშვიდე და დანარჩენი, ანუ სხვა ყველაფერი, ანუ უკვე კეთილდღეობა, ანუ ავტომატურად თავისით მოვა, ხო? ანუ როგორც ფინანსურად, ეს იდეებიც მოვა, ეს ახალი შესაძლებლობების და ენერგიაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მოკლედ ყურუებთან დაკავშირებით. შვილებს რაც შეეხება, ნუ შვილებთან ურთიერთობის მხრივ, ანუ ეს არის მოცემულობა, როდესაც გეუბნება, რომ
ანუ ნუ ეცდებით რომ თქვენ შვილებს თქვენ მოუგაროთ ყველანაირი პრობლემები. ეს არის ძალიან ვთქვათ ასევე აქცენტირებული, ანუ მიეცით მას თავისუფლება და საკუთარ თავსაც მიეცით თავისუფლება. ანუ რაღაც მომენტში ეხლა ამ პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ ამ ოჯახური ურთიერთობების და ღირებულებების გადალაგებას ითხოვს, მეორეს მხრივ აი ამ ღირებულებების გადალაგების პროცესში არ უნდა ჩაერიოთ უხეშად ეს ვთქვათ თქვენი შვილების ან მშობლების ან დედმამიშვილების საქმეში. ხო, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ეს რაღაცა ზღვარი, ანუ ბალანსი უნდა იყოს აუცილებლად დაცული, იმიტომ რომ ანუ ეს კანონზომიერება მოკლედ ამ თვალსაზრისითაც მოდის. ეკა YouTube-ზე არის კომენტარი, ლომებზე ცოტა მეტი ისაუბრებო, აუცილებლად ვეცდები რომ არც ერთ ზოდიაქოს არ დაგწყვეტოთ გული და გადავიდეთ ტყუპებზე. გადავიდეთ ტყუპებზე, ანუ ტყუპებთან ზოგადად ესეთი ქაოსური პერიოდი არის, ზოგადად ქაოსური პერიოდი არის, ანუ ფსიქოლოგიურად შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს ხო გამოფიტული, აქამდე რისი მაგალითად ენერგიაც გქონდათ, ეხლა შეიძლება უფრო ნაკლებ ენერგიას გრძნობდეთ ამ კონტექსტში და გეგონოთ რომ მაგალითად ეს ყველაფერი всё ესე დარჩება, ვეღარ აღიდგენთ ამ ენერგიებს, არამედ მსგავსი ეს ენერგიები ნელ-ნელა აღდგება ტყუპებო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, ანუ საბუთებს უნდა მიაქციონ ყურადღება, ანუ საბუთებთან დაკავშირებით განვითარებული უზუსტობები შეიძლება რომ მომავალი 2 კვირის მანძილზე ამოიყაროს, ამიტომ ვისაც ახლა საბუთებთან გიწევთ ურთიერთობა მაქსიმალურად ან დეტალებს მიაქციეთ ყურადღება, ასევე ყურადღება მიაქციეთ ადამიანებთან ურთიერთობას, ანუ შეიძლება არ არის გამორიცხული აი ეს რა ვიცი სამსახურში არ ვიცი იურისტთან, იმ ადამიანებთან ვისაც რაღაცა ვისთანაც კონტრაქტული ურთიერთობები გაქვთ, ხო? რაღაცა უზუსტობები იყოს, რომელიც ანუ თქვენთვის მაინც და მაინც დიდად სახარბიელო არ იქნება. ხო, ეს უზუსტობა, ანუ შეიძლება ერთის მხრივ ეს უზუსტობა იყოს, მაგრამ თქვენთვის იყოს, ხო, სასარგებლო. თქვენთვის არ იქნება ეს სასარგებლო, აქედან გამომდინარე შექმნეს რაღაცა პრობლემებს, გამოიწვევს რაღაცა ფსიქოლოგიურ ქაოსს, კრიზისს, ანუ შეიძლება ტყუპებს აქვს ზოგადად პერიოდი, როდესაც აი ეს რაღაცა შფოთვები შეიძლება იგრძნო, ხო? ანუ ემოციური არამდგრადობა, ემოციური არასტაბილურობა. აქაც შემირჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად ის პასუხისმგებლობები, რომლებიც არის თქვენს დაკისრებული, ნუ გაექცევით ამ პასუხისმგებლობებს, პირიქით, რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებთ ამ პერიოდში, მით უკეთესი იქნება, კარგი იქნება თუ რაღაცა ახალს ცდით, რაღაცა ახალ სფეროში თუ ცდით, მაგალითად საკუთარ თავს, განსაკუთრებით ეს ახალი სფერო შეიძლება იყოს როგორც მაგალითად არ ვიცი სხვა ქვეყანაში წასვლა, ან ახალი სწავლის დაწყება, ან ქალაქის შეცვლა, ანუ ცხოვრების რადიკალური ცვლილება მიდის, ოღონდ ეს რადიკალური ცვლილებები ჰარმონიულ კონტექსტში მიდის, არ მიდის ნეგატიურ კონტექსტში, მაგრამ ცვლილება რა თქმა უნდა თავისთავად ზოგადად რთულია, ჩვენ არ გვიყვარს ცვლილებები, გვირჩევნია სტაბილურობა, აბსოლუტურად ყველა ადამიანის ბუნება ესე არის, ხო, მოწყობილი, ანუ არ გვინდა, მაგრამ ეს ცვლილებები რაც მოდის ტყუპებთან, ხო, ანუ მთლიანად ჰარმონიულად არის ასპექტირებული, მთლიანად ჰარმონიული არის და შესაბამისად არ უნდა შეგეშინდეთ ნაბიჯის წინ გადადგმის, უბრალოდ თუ ეხლა მაინც და მაინც ამთვის ბოლომდე, ხო, ანუ აგვისტოს თვეში გიწევთ რაღაცა ეს ვთქვათ საბუთებთან ურთიერთობა ან რაღაცა კონკრეტ ადამიანებთან ურთიერთობა, კარგი იქნება თუ ყველაფერს დეტალურად გადაამოწმებთ, ან თუ შეგიძლიათ რომ გადადოთ სექტემბრისთვის, ძალიან კარგი იქნება თუ გადადებთ სექტემბრისთვის. ფინანსურად ჰარმონიული პერიოდი არის ტყუპებთან, საკმაოდ განსაკუთრებით ის მომავალი 2 კვირის მანძილზე შეიძლება გქონდეთ საკმაოდ დიდი შემოსავალი, ითხოვს კარიერას, ანუ ნუ იქნებით მაინც და მაინც ანუ ოჯახზე დამოკიდებული, ნუ იქნებით ან მაგალითად დედმამიშვილების ან ნათესავების, ოჯახის წევრების იმედზე, ეს პასუხისმგებლობები უნდა აიღოთ თქვენ თვითონ საკუთარ თავზე. აქ შეიძლება იყოს მაგალითად ეს ვთქვათ რაღაც დონეზე გაორება, ხო? აი ეს ჩემი ინტერესები, რაღაცა სხვისი ინტერესები, რაღაცა მეგობრულ ურთიერთობებში არის ცოტათი პრობლემატური საკითხები. ამ პერიოდში უფრო მართებული იქნება თუ მარტო აიღებთ ამ პასუხისმგებლობებს და ანუ მეგობრებთან ერთად, აი შვილებთან, ან ოჯახის წევრებთან ერთად არ გააკეთებთ, ხო, რაღაცა ახალ ტყუპები. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დამოუკიდებლად რაც უფრო მეტს გაბედავთ,
მით უფრო მეტი იქნება, რა თქმა უნდა, საჩუქარიც ხო სამყაროსგან. ნუ შვილებთან ურთიერთობებში არის ცოტათი კონფლიქტურობის ალბათობა, განსაკუთრებით 10 აგვისტომდე, 10 აგვისტოს შემდეგ ცოტათი შედარებით უკვე დამშვიდება და დაწყნარდება. ასევე პარტნიორულ სასიყვარულო ურთიერთობებში, მშობლებთან ურთიერთობებში არის კონფლიქტურობის ალბათობა ტყუპებო, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ უფრო დრო დაუთმოთ, ანუ თქვენს სულიერ განვითარებას, თქვენს კარიერულ განვითარებას, რაღაცა ახლის წამოწყებას, ნუ ამისთვის მე მოკლედ საუკეთესო პერიოდი არის, რომ ამაზე დაფიქრდეთ უბრალოდ და აი ეს კონტაქტები, რომელი კონტაქტებიც ყავთ, ხო, ყოველდღიურად თუნდაც ყოველდღიურ შემთხვევაში, ანუ სამსახურში თანამშრომლები და ამ შემდეგ აი ამ კონტაქტების გაცხრილვა და რაღაცნაირად გადაფასება მოგიწევთ. ხო, ასევე მეგობრებთან ურთიერთობებიც იქნება აქ რაღაცა, ეს თქვა სერიოზული ცვლილებები, როგორც ახალი მეგობრების მოსვლის კონტექსტში, ასევე ძველის, ეს თქვა დასრულების თვალსაზრისით. პარტნიორულ ურთიერთობებში ტყუპებთან არ არის ნეგატიური პერიოდი, საკმაოდ ჰარმონიული პერიოდი არის. პირიქით, რაღაც ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს ეს ურთიერთობები, მაგრამ ეს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა იმის მიხედვით, თუ თქვენ თვითონ, ანუ როგორ ხართ ჰარმონიაში, როგორც საკუთარ თავთან, ხო? ანუ საკუთარ თავთან ჰარმონიისთვის თუ მაგალითად პარტნიორი გჭირდებათ, ამ შემთხვევაში პრობლემატური იქნება ეს პარტნიორული ურთიერთობები, მაგრამ თუ თქვენ ისედაც ხართ საკუთარ თავთან ჰარმონიაში და შეგიძლიათ რომ რაღაცა გაიღოთ და გასცეთ პარტნიორის მიმართ, ამ შემთხვევაში მიიღებთ კიდევაც და ამ შემთხვევაში საკმაოდ ჰარმონიული იქნება ეს ურთიერთობებიც. ნუ საბოლოო ჯამში ჰარმონიული არის ტყუპებისთვის, კარგი პერიოდი არის რაღაცა პატარ-პატარა გადაადგილებებისთვის, ადამიანებთან რაღაცა კონტაქტებისთვის, კონტაქტების განახლებისთვის და ზოგადად გადახალისებისთვის, ხო? ანუ რა ვიღაცების დატოვებისთვის და ახალი კონტაქტების, ეს ვთქვათ, მიღებისთვის, აი ეს ძალიან კარგი პერიოდი არის ტყუპებთან, რაც უფრო მეტ ადამიანთან გექნებათ კომუნიკაცია, აი ეს იდეები, ინსპირაციაც უფრო ადამიანებთან კომუნიკაციის შემთხვევაში უფრო მეტი მოვა, ვიდრე მაგალითად იმ შემთხვევაში თუ მარტოები იქნებით და მარტო დაიწყებთ ამაზე ფიქრს, ხო? ანუ ეს იმას არნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ თქვენ უნდა წახვიდეთ და ვიღაცას რაღაცა უნდა კითხოთ, რა გააკეთოთ და როგორ გააკეთოთ, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ეს კომუნიკაცია, თუნდაც ეს თქვა ჩვეულებრივი ყოველდღიური კომუნიკაცია შესაძლოა გახდეს ანუ თქვენთვის ინფორმაცია ჰაერში ტრიალებს და ეს ჰაერიდან უნდა ეს თქვა დაიჭიროთ ეს ინფორმაციები, რომელიც შესაძლოა გახდეს ინსპირაციის წყარო, თუმცა რა თქმა უნდა, მხოლოდ მაგ ჰაერიდან დაჭერილი ეს თქვა ინფორმაციების იმედად ვერ ვიქნებით, ხო? ანუ ჩვენთანაც უნდა რაღაცა ეს თქვა შევცვალოთ და ეს დარწმუნებული ვარ, რომ უკვე თითოეულმა ტყუპის ზოდიაქომ რაღაც დონეზე უკვე გექნებათ, ხო? რაღაცა მოფიქრებული, ეს რაღაცა მინიშნება, გაკეთებული და ამ შემდეგ. და გადავიდეთ კირჩხიბებზე. ნუ პრინციპში ახლა ვენერა გადადის კირჩხიბის ზოდიაქოში, რაღაც იუპიტერი არის კირჩხიბის ზოდიაქოში, ანუ კირჩხიბები ზოგადად საკუთარ თავთან ბევრად უფრო ჰარმონიულად იგრძნობენ თავს მომავალი 2 კვირის მანძილზე ვიდრე აქამდე. უბრალოდ ფინანსური და კარიერული თვალსაზრისით, აი აქ ფინანსებთან დაკავშირებით კირჩხიბებთან არის გაუთვალისწინებელი ხარჯები, ცოტათი ფინანსური სირთულეები, მომავალი 2 კვირის მანძილზე ზოგადად აგვისტოს თვე არის ეს, ამ მხრივ ცოტათი ეს ვთქვათ დაძაბული. ასევე კარიერული და ოჯახური პასუხისმგებლობები არის აქ, სადაც შეიძლება კირჩხიბებმა თავი იგრძნო გახლეჩილად, ანუ მიდიან იქ რაღაცა კარიერას აგვარებენ, მე აქეთ მოდიან კიდე ოჯახური პასუხისმგებლობები, ანუ აი ეს პასუხისმგებლობების ღერძი 10 აგვისტომდე ერთმნიშვნელოვნად არის კირჩხიბებთან, ესეც რა თქმა უნდა კარმული არის, ასევე კარმულში გულისხმობ იმას, რომ ამისი თავიდან არიდება არ ხდება, აქედან გამომდინარე უნდა ეცადონ კირჩხიბებმა რომ ის პასუხისმგებლობები, რომლებიც მათ აკისრიათ, აი ამ მომავალი 2 კვირის მანძილზე ხო, როგორც ოჯახური თვალსაზრისით და ასევე კარიერული თვალსაზრისით შესაძლოა იყოს ძალიან დამღლელი კირჩხიბებისთვის და ჩემი რჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად ყურადღება მიაქციეთ მოკლედ თქვენს ენერგიას, ხო, ანუ ენერგეტიკულად შეიძლება რომ გამოიფიტოთ, განსაკუთრებით ის კირჩხიბები, რომელიც ივნისში არიან დაბადებული, ანუ ივნისის კირჩხიბებთან უფრო არის ეს ვთქვათ ეს თემები აქცენტირებული, ასევე დედმამიშვილებთან ურთიერთობები, ასევე მშობლებთან ურთიერთობები, რა თქმა უნდა, აქაც უფრო რაღაც ახალ ეტაპზე გადადის, მაგრამ კირჩხიბების შემთხვევაში, აი აქაც ფინანსურად, ხო, აი ეს რაღაცა კრიზისული სიტუაცია რაც მოდის, პირველ რიგში არის ის, რომ აფასებინებს ფინანსებს და მეორე რიგში არის ის, რომ აიძულებს, რომ უფრო
მეტი პასუხისმგებლობები აიღონ საკუთარ თავზე და არ მოდუნდნენ, ანუ ტონუსში ამყოფებს ხო კირჩხიბებს და ეს არნიშნავს იმას, რომ ანუ თქვენთან რაღაცა ფინანსური შემოსავალი არ იქნება, ფინანსური შემოსავალი იქნება, უბრალოდ ეს ფინანსური შემოსავალი ეს ვთქვათ ითხოვს თქვენგან აღებულ რაღაცა ქმედებებს, ხო? ეს ქმედებები შეიძლება იყოს ის, რომ ის ცოდნები, რომლებიც აქამდე ხნის მანძილზე დაკონსერვებული ჰქონდათ მაგალითად კირჩხიბებს, ამოქაჩონ და გამოიყენონ ეს ცოდნები თავიანთი ფინანსების მოსაზიდად, აი ეს პერიოდი მოკლედ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ყურადღება მიაქციან ჯანმრთელობას, ხო? ანუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქ უფრო არის როგორც გადაღლა, ხო? ანუ როგორც ასეთი რაღაცა ახლა ორგანოს პრობლემა და ამ შემდეგ ანუ რა თქმა უნდა ესეთი რაღაცა არ არის უბრალოდ ანუ გადაღლა შეიძლება იყოს აი სხვა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გამოფიტვა კირჩხიბებთან მაგრამ საბოლოო ჯამში ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯისთვის ანუ ნებისმიერი პასუხისმგებლობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ კირჩხიბებმა იცოდნენ რომ მიიღებენ საჩუქარს ხო ანუ ეს არ არის ის პერიოდი როდესაც ანუ კირჩხიბის შრომა შეიძლება რომ დაუფასებელი დარჩეს ეხლა რაც შეეხება პირად ურთიერთობებს ანუ პირად ურთიერთობებში აქაც არის რა თქმა უნდა თავისთავად ანუ გამოწვევები კირჩხიბები აქვს პერიოდი როდესაც ანუ რაღაცა შეიძლება მოთხოვნები იმაზე მეტი ქონდეთ ამ პერიოდში ვიდრე მაგალითად აქამდე ქონდათ ხო ამ პარტნიორულ ურთიერთობებში ანუ რაღაც თავისი წონა იგრძნო ხო აქამდე თუ მაგალითად საკუთარ თავს არაფასებდნენ ან მეორე ადგილას ეყენათ ან მესამე ადგილას ხო ეხლა ამ პერიოდში პირიქით ანუ ამბიციები გაუჩნდებათ კირჩხიბებს აქედან ანუ დააფასებენ თავიანთ ესე ვთქვათ ენერგიას ანუ ის ენერგია რომელიც აი რაღაცა პარტნიორულ ურთიერთობებში ხო ანუ ესე ვთქვათ შინაგანი ემოციური ენერგია გამოფიტული გქონდათ კირჩხიბებს ეს ენერგიები დაუბრუნდებათ და მნიშვნელოვანი არის აქაც რომ ეს ენერგიები შეინარჩუნონ და ანუ მაქსიმალურად მოკლედ გაიაზრონ ის მოვლენები, რა მოვლენებიც მოხდა ბოლოთვის მანძილზე და აი ეს რაც მოხდა, ანუ გავალებთ რა, ასე თქვენი ფილოსოფია შექმნით ცხოვრებაზე და აი ამ ფილოსოფიას მიყევით. ანუ ამ პერიოდში არ შეიძლება კირჩხიბებებს რაღაცა ვიღაცის ჭკუაზე სიარული, ანუ ვიღაცის აზრის გათვალისწინება განსაკუთრებით ეს თუ იქნებიან თქვენი ყოველდღიური გარშემოყოფები, ხო? ანუ სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენი ფილოსოფიით იცხოვრთ, ანუ თქვენ როგორ თვლით სწორად, თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, აი ამას მიაქციეთ ყურადღება, ხო? აქედან გამომდინარე, კირჩხიბები, რაც გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებენ თვითონ დამოუკიდებლად, აუცილებლად ეს გადაწყვეტილება იქნება მართებული და გამოიღებს ჰარმონიულ რეზულტატს. ეს პასუხისმგებლობები არის, ანუ კარიერული თვალსაზრისითაც ითხოვს, ანუ ასევე მატერიალური თვალსაზრისით რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლას, შეიძლება ძალიან ბევრ კირჩხიბს მოვუდეს ასევე ბიზნეს იდეა, მაგრამ რა თქმა უნდა აგვისტოში არ გირჩევთ განვითარებას, ეხლა მხოლოდ დაგეგმვა და სისრულეში შეგიძლიათ უკვე სექტემბრიდან მოიყვანოთ. გადავიდეთ მოკლედ ლომებზე. თუ ვინმეს რამე კითხვა იქნება, რომელიმე ზოდიაქოს ხო, რაღაცა მაგალითად გინდოდათ, რომ მე თქვა ხო, აი აქ ხო მიწერენ ზოგს პირადი უფრო აინტერესებს, ანუ თუ რაღაცა უფრო გაინტერესებთ, ანუ სიღრმისეულად და ჩემი ანალიზი ესე ვთქვათ, ჩემი ანალიზი მოკლედ არ იქნება ხო, აი ვთქვათ საკმარისი და არ გეყოთ, შეგიძლიათ ეს კითხვა დამიწეროთ და გიპასუხებთ აუცილებლად. ნუ ესე ლაივში თუ არა წერილობით მაინც გიპასუხოთ, მაგრამ ნუ ვეცდები რომ ლაივში გიპასუხოთ. და გადავიდეთ ლომებზე. ნუ კირჩხიბების საშუალო არ ყოფილა, როგორ არ ყოფილა. პირიქით, კარგი პერიოდი აქვს, ანუ ენერგიებს აღიდგენენ. ეს პასუხისმგებლობების აღება ცუდი არ არის. უბრალოდ კირჩხიბს არ უყვარს ეს პასუხისმგებლობების აღება, ინფალტიურია. ანუ ურჩევნია რომ რაღაცნაირად თავის ნაჭუჭში იყოს, ხო, თავის კომფორტის ზონაში, ანუ შინაგანი ბავშვი გაახაროს მუდმივად, მაგრამ თუ ამ პასუხისმგებლობებს აიღებთ, შინაგანი ბავშვს გეყოლებათ გახარებული და ზრდასრული ადამიანის, რომელიც ხართ, ხო, რეალურად უკვე ანუ ორივე მიიღებს საარგებელს, მაგრამ თუ პასუხისმგებლობებს გაექცევთ და დაიმალებით, ისიც დათრგუნული იქნება და აქაც მატერიალურად მოკლედ რაღაცა პრობლემები წამოვა. გადავიდეთ ლომებზე. მოკლედ ეხლა ლომში არის მოკლედ ეს ყველაფერი, ანუ სავსე მთვარეობას ლომში იქნება, ეს რეტროგრადული მერკურიც ლომში იქნება, აქედან გამომდინარე არის რა, ანუ ეს სირთულეები ლომებთან განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში არის
ეს სირთულეები ასევე ოჯახური თვალსაზრისით, ანუ ლომებთან მოდის და ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში ეს არის სუფთა კარმული კანონზომიერება, რისი შეცვლაც, ანუ ფაქტიურად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის, რომ ლომებმა რაღაცა ახლებური გზით დაიწყონ ურთიერთობა როგორც ნათესავებს, ისე ის მიეცემათ, ანუ შენშვილებს, აი დაახლოებით ეს კარმა მიდის ლომების ეს ვთქვათ შემთხვევაში, აქედან გამომდინარე სერიოზული ფსიქოლოგიური და ანუ ზოგადად ანუ მენტალური ხო, აი თავიანთი რაღაცა ფილოსოფიური გარდატეხვა მიდის ანუ ლომების შემთხვევაში, რომელიც მოდის რა თქმა უნდა კრიზისულად და აი მომავალი ორი კვირა შემიძლია თქვა, რომ ნუ ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ვისაც შეიძლება ქონათ ესენი არიან ლომები, ხო? აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თქვენი მიდგომები შეცვალოთ, ანუ თუ რაღაცა არ გამოდის, თუ რაღაცა ისე ვერ მიდის, როგორც თქვენ გინდათ რომ წავიდეს, ან თუნდაც რაღაცა ურთიერთობებში, მშობლებთან, შვილებთან, ნათესავებთან ურთიერთობებში, აი ამ მხრივ მოკლედ ესე იგი სამყარო თქვენგან რაღაცის შეცვლას ითხოვს, ხო? ანუ ეს პერიოდი, ეხლა რა თქმა უნდა არ ვამბობ და არ ვიცახი რომ რაღაცა ბოროტია ვინმე, ხო? აი მე მსგავსი ეს შეიძლება ისე გავაკეთოთ, რომ ანუ ზოგადად ვირც გავიაზროთ, ხო? ან ვიღაც ადამიანმა უბრალოდ ჩათვალოს, რომ შენ ცუდად მოეკეცი და ეს კარმა რაღაცნაირად დაგეწეროს, ხო? მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ეხლა ვიღაცა თუ ჩათვლის და შენ თუ არ გეკეთები, ეგ კარმა ეგრე არ გეწერება, ხო? ჰაერზე, ანუ ესე რო იყოს, ბევრად უფრო უარეს დღეში ვიქნებოდით, ვიდრე ეხლა ვართ, მაგრამ საბოლოო ჯამში პარტნიორული ურთიერთობები არის აქცენტირებული, როგორც საქმიანი პარტნიორული ურთიერთობები, ასევე სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობები. აი ამ პერიოდში ლომებმა უნდა გადაიაზრონ თავიანთი მნიშვნელობა იმ გარშემო განვითარებულ მოვლენებში, რაც მათ გარშემო ხდება, განსაკუთრებით პარტნიორულ და ნათესავებთან ურთიერთობებში. ანუ ამ პერიოდში ან მაგალითად დამოკიდებულება, რომელი დამოკიდებულების მიხედვით აი მე არაფერს გაკეთება არ შემეძლო, აბა მე რა უნდა მექნა, ხო? ანუ ეს დამოკიდებულება ლომებს არ გამოადგებათ, არ იქნება ჰარმონიული, ამ მხრივ ანუ სამყარო არ იქნება ჰარმონიულად კეთილგანწყობილი, ხო, ლომების მიმართ. პირიქით ამ პერიოდში აი ზუსტად რეტროგრადული მერკური ლომის ზოდიაქოში ავალებს, რომ დაინახოს თავისი ბრალეულობა იმ კონკრეტულ განვითარებულ მოვლენებში, რაც მოხდა, ხო? ანუ თავისი პასუხისმგებლობა და ანუ თვითონვე ამ შემთხვევაში ლომები საკუთარი მიდგომებით, საკუთარი დამოკიდებულებების შეცვლით შეცვლიან, ანუ ძალიან ბევრ რამეს საკუთარ ცხოვრებაში, როგორც კარიერული თვალსაზრისით, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში და ასევე ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა ლომებს ფინანსურად არ აქვს ნეგატიური პერიოდი, საკმაოდ ჰარმონიული პერიოდი არის ფინანსური თვალსაზრისით, უბრალოდ ეხლა ანუ იმდენად ენერგია სხვა რაღაცაზე არის, ანუ მომართული და განაწილებული, რომ უბრალოდ შეიძლება რომ ანუ ფინანსებისთვის აღარჩებოდეს და აქედან გამომდინარე ფინანსური კრიზისები მოკლედ მოვიდეს, ხო? ოღონდ იმიტომ არა რომ ფინანსურად ცუდი პერიოდი გაქვთ, იმიტომ რომ უბრალოდ ენერგია გამოფიტული არის და ჩვენ რადგან ვამბობთ რომ ანუ ყველაფერს ჭირდება ენერგია, ანუ ფინანსების გამომუშავებასაც თავისთავად ჭირდება ენერგია. თუ ენერგიისგან გამოფიტულები ვართ, ნუ ამ შემთხვევაში ცოტათი რთულია, ხო? ეს ყველაფერზე ახდენს გავლენას, აქედან გამომდინარე, შემირჩევა იქნება, რომ მაქსიმალურად საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ, საკუთარ სულიერ მდგომარეობას ჩაუღრმავდეთ, ამ პერიოდში მიდის უფრო ლომების სულიერი ტრანსფორმაცია, ანუ ძირფესვიანი ტრანსფორმაცია, შეიძლება აქამდე გეგონოთ, რომ რაღაცა სულიერი ტრანსფორმაცია უკვე გაიარეთ, მაგრამ რეალურად ესე არ არის, ანუ მთავარი ტრანსფორმაცია ლომების შემთხვევაში, ანუ ფსიქოლოგიური და სულიერი თვალსაზრისით ეხლა იწყება უკვე, ანუ აგვისტოსიდან, ეს არ არის რეტროგრადული მერკურის გამო მხოლოდ, ხო, ზოგადად აგვისტოში აი ეს დაბრუნებები რო შევა უკვე თავის ფაზაში, ეს გამოიწვევს სერიოზულ, ანუ ფსიქოლოგიურ სულიერ ტრანსფორმაციას ლომებში, მაგრამ მანამდე თუ თქვენ თვითონ რაღაცა თქვენს არ ვიცი ჩვევებს, ღირებულებებს, დამოკიდებულებს თქვენ თვითონვე გადაარჩევთ და თქვენ თვითონვე გაცხრილავთ, ხო, რაღაცას ამ შემთხვევაში ძალიან ბევრ ნეგატიურ სურპრიზს აირიდებთ თავიდან, მაგრამ თუ მაგალითად ლომები აი ჯიუტად დარჩებიან თავის აზრზე, რომ მე მართალი ვარ და არ ვაპირებ ახლა ამაზე ფიქრს, ხო? ანუ თუნდაც უფრო პარტნიორულ ურთიერთობებს ეხება, ეს ასევე მეგობრებთან ურთიერთობებს, ხო? ნუ ამ შემთხვევაში ეს მოცემულობა უფრო და უფრო გამწვავდება და ანუ რეტროგრადული მერკურის გადასვლა ამას არ უშველის, ხო, თავისთავად, იმიტომ რომ თუ იმ რეტრო მერკურმა რაც მოიტანა, ეს ვერ გავიგეთ და ვერ გავიაზრეთ, ანუ კარმული, მაშინ
მაშინ აქ უკვე თქვი როგორც წინა ლაივზე ხო, ანუ კარმის ლაივზე რომ აქ უკვე ხდება მე 1 წრეზე ტრიალი, ადამიანი ამ 1 წრიდან ვერ გამოდის და რაც უფრო ჯიუტად, ანუ ვცდილობთ რომ ამ 1 წრეზე ვიტრიალოთ, არაფერი არ შევცვალოთ, მით უფრო მოკლედ მე სირთულები მოდის, ანუ ფიზიკის კანონია ხო, ანუ რა ძალითაც მიაწვევით, იმ ძალით მოგაწვევათ, აქედან გამომდინარე, ტაქტიკა უნდა შეცვალოთ და არა მაგალითად ის რომ უფრო მეტი ძალით მიაწვევთ, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ სხვა ადამიანების თვალით დაინახე რაღაც, ანუ ლომებს ეუბნება. ნუ საბოლოო ჯამში აქაც ლომებთან ითხოვს ხო რაღაცა ახლებური გზით ან რაღაცა პროფესიონალის გაღრმავებას, რაღაცა ახალი იდეებს, ახლებური გზით საკუთარი თავის განვითარებას, ახალი შესაძლებლობების პოვნას. ლომებთან არის ეს, ანუ საკუთარ თავში აღმოაჩინე ყველაფერი, ხო? ანუ ის პრობლემაც, რომელიც პარტნიორულ ურთიერთობებში მიდის და ისიც, რაც სამომავლოდ მოგვიტანს ფინანსურ ან კარიერულ წარმატებას. აი ეს აქვთ ლომებს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ მოკლედ თვითონ გააკეთონ სწორება. საბოლოო ჯამში კონფიგურაციები ჰარმონიულია, მაგრამ ეს ჰარმონიული კონფიგურაციებიც როგორ არის, ან უმაღლესი პლანეტებია და უმაღლესი პლანეტების ენერგია მძიმეა, ჰარმონიული ასპექტიც კი მძიმეა მათი. აქედან გამომდინარე, აი ეს მოცემულობა არის და ჩემი რჩევა იქნება, რომ ანუ მაქსიმალურად ან თქვენებით ეს პასუხისმგებლობები არაირიდოთ, სიახლეების ცადეთ, არ შეგეშინდით, ნაბიჯი წინ გადადგით, შეგეძლოთ რომ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ რადიკალურად. ოღონდ ეს ყველაფერი იწყება საიდან, ანუ საკუთარი ღირებულებების შეცვლიდან, იქიდან რომ ანუ ვაღიარე რომ რაღაცაში ვცდებოდი და თუ ახლა ადამიანი თulis რომ არაფერში არ ცდება, მაშინ ეს უკვე რაღაც ძალიან ისეთი მომენტია, ხო? ანუ ყველა ადამიანი ვცდებით, არავინ არ არის შეუცდომელი, ეს არ არის პრობლემა. ანუ რეალურად შეცდომები ეპატიებათ იმ ადამიანებს და სამყარო კეთილგანწყობილია იმ შეცდომების მიმართ, რომლებსაც ჩვენ მე ვაღიარებთ და ვაცნობიერებთ. ანუ აი ეს არის და ანუ ლომებთან მოკლედ აი ეს მომენტი არის და ანუ გააქვთ შეცდომებით დაშვებული, აი ეს რაღაცა ეგოცენტრიზმი, ეგოიზმი, ანუ მე, აი ეს მეს მომენტი ხო, ანუ შეიძლება იყოს გამოხატული და აი ეს უნდა რაღაცნაირად მოითოკოს და ცოტა საზოგადოების ინტერესებზე, ანუ სხვა ადამიანების მხრიდან გადახედოთ რაღაცეებს, იქნება ანუ შენ რო გინდა ვიღაცას უფრო მაგრად უნდა რაღაც ხო, ანუ ესე არ არის, ანუ თუ რაღაცა გინდა აიღე პასუხისმგებლობა აშენე ეს, აი ამას ეუბნება ლომებს, მაგრამ ჯერჯერობით პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ მოვიშოროთ ის რაც ხელს გვიშლის და ეს არის ჩვენი მინდა, ეს არის ჩვენი ეგოცენტრიზმი, ეს არის ჩვენი რაღაცა ამპარტავნება, ან რაღაც გადაჭარბებული სიამაყე, აი ეს მოცემულობები მოკლედ საკმაოდ ისეთია რა, ანუ ხელი შემშლელი იქნება ლომებისთვის მომავალი 2 კვირის მანძილზე, ეცადეთ რომ უფრო დათმოთ და უფრო რაღაცა ის სულიერების კონტექსტიდან შეხედოთ ნებისმიერ სიტუაციას, რაც არ უნდა მოვიდეს თქვენთან. და რაც თავარი არის დაისვენოთ და ლომებმა ზოგადად უნდა აკონტროლონ წყლის ბალანსი ორგანიზმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ აი წყლის ბალანსი შეიძლება იყოს განსაკუთრებით, ანუ გაუწყლოვება, ხო? ლომის ზოდიაქოში. ამიტომ ეცადეთ რომ ბევრი წყალი სვათ, ანუ ჯანმრთელობის მხრივ, აი ჯანმრთელობასაც ამ მხრივ უნდა მიაქციოთ ყველება და რა თქმა უნდა პირველ რიგში ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ხო? ეს არის მოკლედ ასევე მნიშვნელოვანი. ანუ ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ანუ ჩვენ თუ სტრესში ვართ და ფსიქოლოგიური მდგომარეობა თუ დაძაბული არის, ანუ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა იქ ვერაფერი ვერ იქნება, ხო? დალაგებული ვერც ადამიანი ვერ გადავა ახალ ეტაპზე, ვერც კრეატიული ვერ იქნება, ანუ დასტრესილი გამოფიტული ადამიანი ემოციურად, ანუ ვერც კრეატიული ვერ არის და ვერც შემოქმედებითი ვერ არის, ვერც ახალი იდეა ვერ მოვა, ვერც ფინანსებს ვერ მისდევს, იმიტომ რომ ამის ენერგია არ გააჩნია, ხო? სტრესში მყოფ ადამიანს. აქედან გამომდინარე, ეს არის მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი და გადავიდეთ ქალწულებზე. ნუ ქალწულებთან მთავარი აქცენტირებული თემა არის ანუ პარტნიორული ურთიერთობები და ჩემი და პარტნიორის ფინანსები. აი ხა ეს პარტნიორის ფინანსები ეს მომავალი 2 კვირის მანძილზე შეიძლება რომ რაღაც დონეზე შეიზღუდოს, ზოგადად აი ამ პერიოდში მომავალი 2 კვირის მანძილზე თუ მაგალითად რაღაცას ელოდებით პარტნიორისგან ანუ მატერიალურ მხარდაჭერას ან რაიმე მსგავსი შეიძლება რომ ცოტათი იმედი გაგიცრუვდეთ, ხო? ანუ არის ეს მოცემულობა, ანუ პარტნიორის ფინანსური კრიზისი მოკლედ არის ქალწულებთან, ამიტომ ძირითადად უფრო ეცადეთ რომ წინასწარ თადარიგი დაიჭიროთ იმისათვის რომ მე იმედი არ გაგიცრუოთ ან გეგმები არ აგერიოთ, რომ ანუ ფინანსურად დაეყრდნით მხოლოდ საკუთარ თავს და მე შემოდგომიდან უკვე ანუ ეს პარტნიორი
პარტნიორის ფინანსების კონტექსტში უკვე ჰარმონიული პერიოდი იწყება და ეს სირთულეები გადადის, მაგრამ მანამ სანამ შემოდგომა მოვა, ამ თვალსაზრისით არის პრობლემატური მოცემულობა, ასევე სამსახურეობრივი თვალსაზრისით ქალწულებს ყავთ ცოტათი ფარული მტრები, ადამიანები, რომლებსაც მაგალითად თქვენთვის კარგი არ უნდათ და ცდილობენ, რომ სამსახურეობრივად მოკლედ რაღაცნაირად დაგძირონ, უკან დაგხიონ, შეიძლება ეს იყოს მოცემულობა, როდესაც თქვენი კონკურენტია, ხო, ვიღაცა და უნდა რომ მოგიშოროთ, ხო, ქალწულებს აქვთ, მაგრამ ზოგადად ქალწულთან კონკურენცია. რა ვიცი, მე მაგალითად არ მგონია, რომ ჭკვიანი ადამიანი სამსახურში ქალწულს ეომებოდეს, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ქალწულს შეუძლია, ხო, თავისი საქმის შესრულება, თუ მოინდომა, რა თქმა უნდა, თორე ახლა ქალწულებიც არსებობენ, რომლებიც არ ასრულებენ მაგალითად, ხო, თავის პასუხისმგებლობას, მაგრამ ანუ პოტენციალში თვითონ ქალწულს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი საიმისოდ, რომ საკმაოდ დიდი, ესე ვთქვათ, შრომა გაიღოს. პარტნიორული ურთიერთობები არის მაქსიმალურად აქცენტირებული, ასევე სამსახურეობრივი ურთიერთობები ქალწულებო. ყურადღება მიაქციეთ, ანუ აი ამ რაღაცა ფსიქოლოგიურ სტრესებს, ანუ ეცადეთ, რომ არავისთან კონფლიქტში არ შეხვიდეთ, არც არავის არ მისცეთ თქვენს წინააღმდეგ რაღაცა ისეთი არგუმენტი, რითიც შეუძლიათ, რომ მე რაღაცა გავნონ ან დაგიზიანონ, იმიტომ რომ არის ეს მოცემულობა. და ზოგადად ქალწულებს აქვთ, ანუ სანამ ზე ქალწული ზოდიაქოში გადმოვა, საკმაოდ გამომფიტულები ხართ ენერგეტიკულად, ჩემი რჩევა იქნება, რომ დაისვენეთ, შეიძლება გაბრუებულები იყოთ, აი რაღაცა ავტომატზე აკეთებდეთ, ანუ მთლიანად ცნობიერი რაღაცა ჩართული ვერ ქონდეს, ყოველ შემთხვევაში ადამიანი ესე იჩვენებოდეს და ესე ფიქრობდეს, ხო? აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის, რომ ქალწულებმა დაისვენონ, ენერგიები აღიდგინონ, მიაქციონ ყურადღება ჯანმრთელობას, მაქსიმალურად ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სამსახურეობრივი თვალსაზრისით მოკლედ ეს კონფლიქტები აკონტროლონ და არ შევიდნენ კონფლიქტებში და ანუ განსაკუთრებით ქალწულები, ვისაც აქვთ მაგალითად ისეთი სამსახური, სადაც ხალხთან უფრო ბევრი კომუნიკაცია უწევთ, ასევე ისეთი სამსახური, სადაც რაღაცა საბუთებთან გიწევთ, ხო? ურთიერთობა, აი ამას მიაქციეთ ყურადღება, ასევე ფინანსებთან, ვისაც გიწევთ ურთიერთობა, ამას მიაქციეთ ყურადღება, რომ რამე შეცდომა არ გაგეპაროთ და ანუ ფინანსურად ამის გამო არ დაზარალოთ. ანუ ფინანსურად ტურბულენტურობა 10 აგვისტომდე გააქვთ ქალწულებს, 10 აგვისტოს შემდეგ ეს ტურბულენტურობა დასრულდება უკვე. ამიტომ ამ პერიოდამდე მიაქციეთ ყურადღება როგორც ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ძვალსახსროვან სისტემას, ამავდროულად ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფინანსებსაც, არ გირჩევთ რაღაცა დიდი შენაძენების გაკეთებას, იმიტომ არა რომ მაინც და მაინც რაღაც ცუდი შეიძლება რომ მიიზიდოთ, ხო არა, ეს შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ მაგალითად იმაზე მეტი გადაგახდებინონ, ვიდრე ღირს რაღაც მომსახურება, ან უბრალოდ რაღაცა იყიდოთ და მე აღმოაჩინოთ, რომ უფრო უკეთესი ნახეთ და ნეტა არ მეყიდა, ხო? ნუ აი ესეთი მოცემულობა არის 10 აგვისტომდე გირჩევთ, რომ თავი შეიკავოთ, 10 აგვისტოს შემდეგ უკვე ეს ფინანსური კრიზისიც ქალწულებთან გადადის. ხოლო რაც შეეხება პარტნიორულ ურთიერთობებს, მომავალი 2 კვირის მანძილზე უკვე უნდა ეს თქვათ დაალაგდეს, გადავიდეს ახალ ეტაპზე და მომავალი 2 კვირის მანძილზე თუ არ დაალაგდება და არ გადავა ახალ ეტაპზე, მაშინ ეს ურთიერთობები უნდა დასრულდეს ერთმნიშვნელოვნად და რაღაცა სხვა ახალი ურთიერთობები უნდა დაიწყოს. კარგი პერიოდი არის ქალწულებისთვის, ანუ ზოგადად ახალი პარტნიორული ურთიერთობების წამოსაწყობად აქვთ შანსი, რომ მიიზიდონ ის ადამიანი, რომელსაც მართლა ეყვარებით და მართლა გეყვარებათ, ამის ყველანაირი ტრანზიტი აქვს ქალწულს. ესეთ პერიოდებში არის ხოლმე ძალიან ხშირად ქორწინებას, არ გამომარა, ეხლა არ იქორწინოთ, გეხოცებით, ოღონდ აგვისტოში. არ იქორწინოთ, არ არის მაინც და მაინც რეკომენდირებული, უფრო მე სექტემბრიდან კი ბატონო, ან თქვენ დაბადების დღეზე იქორწინეთ ქალწულებო, ვინც აპირებთ ამაზან ნიშნობას, ვინც აპირებთ, ეს არის მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ თუ ახლა აი ხართ ადამიანთან, რომელსაც აი არაფერს არ გაძლევთ და ერთ წელზე ტრიალებთ, ხო დიდი ხანი, ოღონდ ამ ერთ წელზე თქვენ ტრიალებთ 2-3 წელია ქალწულები პარტნიორულ ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, თუ ეს ერთ წელზე ტრიალებს, არაფერი არ იცვლება, ანუ თუ არ მოდის ის ადამიანი, ვინც რეალურად თქვენ გჭირდება და თქვენ გავსებთ და თუ ეს ადამიანი მაგ ყველაფერს არ ესე ვთქვათ, აკმაყოფილებს, ხო? ამ შემთხვევაში უნდა დაასრულოთ ამ ადამიანთან ურთიერთობა და მერე უკვე ან თვითონ მოკლედ გონს უნდა მოეგოს, ან სხვა ადამიანი მოვა, იმიტომ რომ ეს პერიოდი, რაც თქვენ ახლა გააქვთ, ანუ ერთმნიშვნელოვნად იძლევა საკმაოდ, ესე ვთქვათ, დიდ სიყვარულს, ხო? ნამდვილ სიყვარულს იძლევა. ამიტომ რა თქმა უნდა არ უნდა გავუშვათ ეს პერიოდი ხელიდან, მაგრამ ეს პერიოდი არ გრძელდება მხოლოდ მომავალი 2 კვირა, ეს გრძელდება მომავალი 1 წლის მანძილზე. მაგრამ
აი ეს მომავალი ორი კვირა აქცენტირებულია, იმიტომ რომ რეტრო არის, იმიტომ რომ მოკლედ ამ ყველაფრის გადააზრება მიდის, თუ ერთ წრეზე ტრიალებთ, თუ ამ რეტროზე იგივე მოხდა, რაც ხდებოდა მუდმივად, აი ბოლო განსაკუთრებით 1 ან 2 წლის მანძილზე, ანუ უნდა იცოდეთ უკვე, რომ ეს სამყარო უკვე, ესე ვთქვათ, ნელ-ნელა როგორც აცამტვერებს ამ ურთიერთობას რა, ანუ შლის, ანუ აუფერულებს, აქედან გამომდინარე დრო თუ აღარ დაკარგავთ კარგ სიზავთ და ანუ საკუთარ თავს ჩაუღრმავდებით, საკუთარ შინაგან მდგომარეობას თუ ჩაუღრმავდებით, ანუ პარტნიორის გავლით ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ანუ პარტნიორმა ამ პერიოდში ქალწულებს ანუ საკუთარი თავი უნდა გაპოვნინოთ, მაგრამ თუ პარტნიორი საკუთარ თავს გაკარგვინებთ, ან ისეთი ხდებით პარტნიორს გვერდ როგორც თქვენი თავი არ მოგწონთ, ამ შემთხვევაში ეს არ არის თქვენთვის სწორი პარტნიორი, იმიტომ რომ ამ მხრივ ძალიან კარგი ტრანზიტები გაქვთ და უკვე დრო არის, რომ ქალწულებთან პარტნიორული ურთიერთობები მოგვარდეს. სამსახურეობრივად რაღაც ახალი კარიერული თვალსაზრისითაც ასევე იწყება. ნუ გასაგებია რომ აქ ახლა არის რაღაცა მტრობის თემები, არის აქ კონფლიქტური სიტუაციები, არის აქ შური, ბევრი რამე არის, მაგრამ საბოლოო ჯამში კარიერულად და ფინანსურად კარგი პერიოდი გაქვთ, ამიტომ მაქსიმალურად აიღეთ ეს პასუხისმგებლობები, ანუ სიახლეები შეიძლება იყოს სამსახურეობრივ თვალსაზრისით არც იმას არ გამოურიცხავ, რომ ქალწულებთან რაღაც ახალი შემოთავაზება მოვიდეს, რომელიც შემოთავაზებაც იქნება საკმაოდ ესე ვთქვათ პერსპექტიული, ან თვითონ შეიძლება ქალწულებს რაღაცა იდეა დაებადოთ, ხო, რაღაც მაგალითად ბიზნეს იდეა დაებადოთ და ეს ამაზე დაიწყონ უკვე მუშაობა. ნუ მომავალი ორი კვირის მანძილზე არ გირჩევთ მეგობრებთან დაკავშირებით, ასე პარტნიორთან ფულის გარევას. ზოგადად ფინანსები საერთოდ დახურეთ ურთიერთობებში. აქ შეიძლება მე ამან გამოიწვიოს წყენები, გააფუჭოს ურთიერთობები, ამიტომ ფინანსები არ გარიოთ არც მეგობრულ ურთიერთობებში და არც პარტნიორულ ურთიერთობებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ აი ეს თქვენს დაბადების დღემდე ენერგიები დაზოგოთ, აღედგინოთ, ყველაფერი ახლის დაწყება თუ რაღაცა ახლის დაწყება თუ მოგინდებათ ქალწულებს, აი თქვენი დაბადების დღის მერე დაიწყეთ, ეს არის ყველაზე იდეალური, ზოგადად ყველა ზოდიაქოსთვის. იმიტომ რომ დაბადების დღიდან ჩვენი ენერგია ივსება და მე 12 თვის მანძილზე ამ ენერგიას ვიყენებთ იკლებს და ეს ბოლო თვეში უკვე დაჩაჩანაკებულები ვართ ხოლმე ხო, რომ მივახციოთ დაბადების დღემდე, მე ისევ აღდგება ეს ენერგიები და აი ეს, ამიტომ ყველაფერი ახალი დაბადების დღიდან ეს იქნება უფრო ჰარმონიული. დაბადების დღემდე პირიქით უნდა იყოთ მოშორებაზე, ანუ გაწმენდაზე ორიენტირებულები, იმისი, რამაც უკვე თქვენ ცხოვრებაში თავისი მისია შეასრულა, ან შეიძლება ეს იყოს მაგალითად უბრალოდ ადგეთ და უსარგებლო ნივთები, ძველი ტანსაცმელები გადაყაროთ, ხო? აი ესეც სახლი დაალაგოთ, რაც უკვე მოგბეზრდათ, აღარ გაინტერესებთ, გამძიმებთ, აი ეს ყველაფერი უნდა მოიშოროთ დაბადების დღემდე, რომ დაბადების დღეს შეხვდეთ ეს მაქსიმალურად ამსუბუქებულები, ესე ვიტყოდი უფრო. იმედია ქალწულების ცნობის მოყვარება დავაკმაყოფილეთ, თუ რამე კითხვები გაქვთ ქალწულება კონკრეტული მკითხეთ, არ არის პრობლემა, გიპასუხებთ, გადავიდეთ სასწორებზე. გადავიდეთ სასწორებზე და ზოგადად მომავალი ორი კვირა, ნუ აი აქ სასწორებთან არის საკმაოდ პრობლემატური პარტნიორულ ურთიერთობებში, ანუ როდესაც აქეთ, მოკლედ აი სერიოზული კონფლიქტურობის ალბათობა არის, ეცადეთ რომ ძალადობაზე არ გადახვიდეთ არც სასწორები და არც სასწორების პარტნიორები, არის აი ეს მოცემულობა, როდესაც შეიძლება რომ მოკლედ რაღაცა ყველა თავის საბანს ეკაჩებოდეს მოკლედ ურთიერთობებში სასწორთან, მნიშვნელოვანი არის რომ აი აქ რა უნდა გავაკეთოთ, ხო? ანუ ეხლა სასწორებმა თავისკენ გადაკაჩონ თუ პარტნიორისკენ, ხო, არც ერთისკენ და არც მეორისკენ. ეს არის მოცემულობა, როდესაც სასწორებმა აუცილებლად, ანუ აქ უნდა იპოვონ ბალანსი. ანუ ამ ოპოზიცია ზოგადად ყველაზე ძლიერი ასპექტია ასტროლოგიაში და ოპოზიცია თავისი არსით, ანუ კარმულად ადამიანს თუ ეს აქვს ან პირად ჰოროსკოპში აქვს ან პროგნოზებში აქვს, ხო, რაღაცა ოპოზიცია თუ უდგება, ანუ ამისი გამოსწორება და ამისი ახალ ეტაპზე გადაყვანა ხდება მხოლოდ აი ამ ბალანსის გასწორებით. აქედან გამომდინარე ბალანსი უნდა გაასწორონ სასწორებმა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორულ ურთიერთობებში, რომ ანუ პარტნიორის თვალითაც უნდა შეხედონ რაღაცა მოვლენებს და საკუთარი ინტერესებიც არ უნდა დააზიანონ, ხო? ან ჯანსაღი კომუნიკაცია იქნება ყველაზე სწორი ამ შემთხვევაში.
თუ მაგალითად პარტნიორი ამაზე არ წამოყვებათ, მაშინ გაეშვით, დატოვეთ ყველაფერი ისე როგორც არის, იმიტომ რომ სასწორე მაინც დიპლომატიური ნიშანია და უფრო მეტი მოგეთხოვებათ სასწორება ვიდრე მაგალითად სხვა ზოდიაქოს ნიშნებს, ანუ სამყარო დიპლომატიას თქვენ განითხოვს. აქედან გამომდინარე, სასწორებს ურჩევ, რომ მაინც დიპლომატიურები თქვენ იყავით, უფრო ისე გქენთ, რომ ანუ არც ერთი მხარის ინტერესები არ დააზიანოთ, ანუ ასევე შვილებთან ურთიერთობებში, ზოგადად სასიყვარულო ურთიერთობებში, მეგობრებთან ურთიერთობებში, ანუ მიდის ესე ვთქვათ, სერიოზული გადალაგება და ამ გადალაგებაში გულისხმობ რასაც ვერ ამჩნევთ ამ ადამიანებთან ურთიერთობისას აქამდე, ხო, მაგალითად, აი ეხლა უკვე, ბოლო 2 კვირაც ალბათ რაც ეს რეტროგრადული მერკური დაიწყო და მომავალი 2 კვირაც ძალიან ბევრ ამას დაინახავ, ძალიან ბევრ ამას გადაიაზრებთ, თუ აქამდე რაღაცა მოხდა და არ მიაქციეთ ყურადღება, თუნდაც მეგობართან ურთიერთობებში, ან იმ სოციუმთან ურთიერთობებში, ვისთანაც თქვენ გიწევთ სოციალური აქტივობა, ხო? აი ამ მომავალი 2 კვირის მერე ძალიან ბევრი ვიღაცის სახეს დაინახავ, ძალიან ბევრი ვინმეს გადააფასებთ, შეიძლება ბევრ ამასაც მიხვდეთ, ხო? რაც აქამდე მაგალითად ისე არ გეგონათ, საბოლოო ჯამში არის აი ეს მოცემულობა, მეგობრებთან ურთიერთობებში კარგი იქნება თუ მაქსიმალურად მოკლედ ეცდებით, რომ გაფილტროთ ის ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან, რომლებიც არ ვიცი ან ნეგატივით გავსებენ, ან ისეთები არ აღმოჩნდნენ, როგორებაც თავს გაჩვენებდნენ. აი ეს მოცემულობა არის რეალურად სასწორებთან, მაგრამ თავარი მაინც არის უფრო პარტნიორული ურთიერთობები და აი ამ პარტნიორულ ურთიერთობებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, ასევე მშობლებთან, შვილებთან ურთიერთობები აქაც გადადის ახალ ეტაპზე სასწორებთან, მოგეთხოვებათ, რომ მაქსიმალურად, მოკლედ, აი აქაც რაღაცა ტრანსფორმაციას ითხოვს, ხო? ანუ უნდა ტრანსფორმირდეს სასწორი, ანუ მათთან ურთიერთობაში, თუ აქამდე რაღაცა პროტესტები გქონდათ, ხო, რომელიც აი რაღაცა დამალული იყო, არ ამჟღავნებდა რაღაც, ამაზე უნდა ისაუბროთ ხმამაღლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას მოკლედ გავალებთ თქვენი კარმაც, თქვენი ტრანზიტებიც, ანუ ვერ დაიგნორებთ, ვერც ისე ვერ დატოვებთ, როგორც არის, ხო, აი ეს წყენები რაღაცა ჩაყლაპული წყენები, ხო, რომელიც რეალურად ჩაყლაპული არ არის, ხო? ანუ ვერ დატოვებთ ეგრე, აუცილებელი არის, რომ რაღაც ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ და ახალ ეტაპზე გადაყვანა ხდება როგორ? ჯერ პირველ რიგში უნდა ამოვიღოთ ის, რაც გვაწუხებს და ახალი ეტაპი და ზოგადად ჰარმონიული პერიოდი მხოლოდ მერე მუშაობს, თუ აი ამ ასე ვთქვათ, სირთულეებს და აი ამ ნეგატივს ამოვიღებთ, ხო? მაგრამ თუ ეს სულ ჩაკონსერვებული იქნება და ისევე ცდებით, ეს ამ შემთხვევაში მუდმივად მოკლედ შინაგანი აფეთქებები ექნება ადამიანს, მანამ სანამ ამისგან არ განთავისუფლდება, ხო? ამიტომ ისაუბრეთ, ჯანსაღი კომუნიკაცია არ არის პრობლემა, აგერ დიპლომატია გააქვთ, ასევე სამსახურეობრივი თვალსაზრისითაც სასწორებთან არის ჰარმონიული პერიოდი, რაღაცა ახლებური გზით ფინანსების გამომუშავების ტენდენციები გააქვთ, ან შეიძლება იყოს სამსახურში ხელფასის მომატება, დაწინაურება, შეიძლება უფრო მეტი პასუხისმგებლობები დაგაწვეთ, შეიძლება უფრო მეტი საქმე დაგაწვეთ, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით ეს საკმაოდ ჰარმონიულ ასე ვთქვათ, შემოსავალს მოიტანს, თუმცა მომავალი 2 კვირა ფინანსურად რთულია და ეს რაღაცა ხარჯები არის გაბერილი, რომელიც შეიძლება იყოს ოჯახური შვილებთან დაკავშირებული ხარჯები, ან პარტნიორულ ურთიერთობებში ხარჯები, რამაც ასევე შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს, არ გააპროტესტოთ. ესე იგი, თქვენი ვალი იყო და უნდა გადაგეხადათ ნებისმიერი ფინანსური ხარჯი, რაც გექნებათ, მოკლედ ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, ესეც მოკლედ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ 2 კვირის შემდეგ, ანუ აგვისტოს ბოლოდან, საბოლოო ჯამში ეს ფინანსური სირთულეების დასრულდება და ანუ აი შემოსავლის თვალსაზრისით მოკლედ ჰარმონიული პერიოდი და მანამდე სამსახურეობრივადაც არის სირთულეები, ხო? ანუ შეიძლება ძალიან ბევრ ამას აპროტესტებდეთ სამსახურეობრივად, არ მოგწონდეთ ის რაც ხდება, ან არ მოგწონდეთ თქვენი რაღაცა ის პასუხისმგებლობები, რომლის აღებაც რეალურად გიწევთ, ხო? თვლიდეთ, რომ არ არის თქვენი გასაკეთებელი და ითხოვენ თქვენგან, რომ ანუ მოკლედ აი ეს სირთულეები არის, ეს სირთულეები გადავა. ეს 2 კვირა არის მოკლედ აი განსაკუთრებით ამხრივ აი ესეთი турბულენტური, სადაც ამ ენერგიის აკუმულირება და აი ამ პროტესტების ზოგადად აკუმულირება ხდება რა, ანუ სასწორებთან, ამიტომ ამას მიაქციეთ საკმაოდ დიდი ყურადღება და გადავიდეთ მორიელებზე.
მორიელებიც აქაც როგორც უკვე თავიდან აღვნიშნე, ხო, ანუ ფიქსირებული ნიშნები, ანუ საკმაოდ ისეთი ჰარმონიულ პერიოდს არ გადიან, მაინც და მაინც, ანუ აქ მთლიანად მოკლედ ენერგეტიკული გამოფიტვა ხდება, განსაკუთრებით მორიელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ აი ამ მომავალი 2 კვირის მანძილზე აქ არის ჯანმრთელობის თვალსაზრისით, აქ შეიძლება არ გულისხმობ უშუალოდ რაღაცა ავად გახდეს ან ვირუსი შეეყაროს ადამიანს, ხო? ეს ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება იყოს უფრო მაგალითად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით პატარ-პატარა ტრაუმულობის პერიოდები არის მორიელებთან, ამ ტრაუმებს მიაქციათ ყურადღება ძვალსახსროვან სისტემას, ხერხემალს, ასევე სამსახურეობრივი თვალსაზრისითაც, ანუ შეიძლება იმაზე მეტი პასუხისმგებლობები დაგაწვეთ, ვიდრე მაგალითად აქამდე გქონდათ და შესაბამისად აი ეს პასუხისმგებლობები ასევე რაღაცნაირად გამოიწვევს გადაღლას, ხო? ანუ ბევრი მუშაობა შეიძლება მომავალი 2 კვირის მანძილზე მორიელებს მოუწიოთ, გააქვთ მაქსიმალურად მოკლედ ამისი ანუ რაღაცა ქაოსური პერიოდი გაქვთ ძალიან ანუ სამსახურეობრივი თვალსაზრისით, ასევე ენერგეტიკული თვალსაზრისით, ანუ ადამიანი გამოფიტულია, ანუ ვერ იღებს აი ესე ვთქვათ ენერგიებს, რომლებსაც გასცემს უკან და ნუ ამ ხრივ არის რა, ანუ ერთნიშნულად, ანუ მორიელებთან ჩემი რჩევა იქნება, რომ ამ პერიოდს ვერაფერს ვერ უზავთ, ანუ ვერ ესე ვთქვათ დააპაუზებთ, ვერც დაიგნორებთ, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, რომ ეს ყველაფერი ესე ვთქვათ მორჩეს ან დაასრულოთ თქვენ თვითონ, ეს პერიოდი უბრალოდ უნდა გაიაროთ და ეს პერიოდი რომ უნდა გაიაროთ, ანუ მაქსიმალურად ჰარმონიულად თუ გვინდა რომ გავიაროთ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ მაქსიმალურად როგორც კი მოგეცემათ ენერგიების აღდგენის საშუალება, აღედგინოთ ენერგიები, მაქსიმალურად დაისვენოთ, იმიტომ რომ გამოფიტული ენერგიებით, ხო, მოკლედ შორს ვერ წახვალთ, ხო, ანუ ვერც ფინანსური თვალსაზრისით და ვერც კარიერული თვალსაზრისით, მაგრამ ეხლა თქვენ რა გამოცდილებასაც იღებთ სამსახურეობრივად, ან არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ მუშაობს, ახლა მაგალითად თუ სწავლობს, ან მოგზაურობს, ან რაღაცა ახალს შეიმეცნებს, ხო? ყველა მორიელი ეხლა რა ცოდნასაც იღებს და რა გამოცდილებასაც იღებს, ეს პირველ რიგში არის ის, რომ კარგად გევალებათ აი ამ ცოდნების მიღება და ამავდროულად ნიშნავს იმასაც, რომ ეს ცოდნები, ანუ საბოლოო ჯამში დაგეხმარებათ და წინ წაგწევთ ფინანსურად და ანუ ესე ვთქვათ პიროვნული აღიარებაც, ხო? ანუ ფინანსურად ეხლა როგორ წაგწევთ ეს ცოდნები, რასაც ეხლა მიიღებთ და გამოცდილებას სამომავლოდ შეგიძლიათ რომ აქციოთ შემოსავლის წყაროდ და აქციოთ კიდევაც შემოსავლის წყაროდ. აქედან გამომდინარე არ გააპროტესტოთ, მაქსიმალურად თავისუფალ დროს ესადეთ რომ დაისვენოთ, არ შეხვიდეთ კონფლიქტში ოჯახის წევრებთან და აქაც ოჯახური თვალსაზრისით, ხო, რაღაცა ტრანსფორმაციას ითხოვს მორიელებთან, უკვე დიდი ხანია ამას ითხოვს ზოგადად, მაგრამ აი ეს რეტროგრადული მერკური, ანუ მშობლებთან დაკავშირებით, შვილებთან დაკავშირებით, ზოგადად ოჯახური ურთიერთობები, აი ეს რაღაცა ოჯახური იდილია, ხო? ანუ მნიშვნელოვანია რომ გადავიდეს რა რაღაცა ახალ ეტაპზე. აქედან გამომდინარე მორიელებს ურჩევდი რომ ეცადონ რომ კი არ გაექცნენ ამ ურთიერთობებს და ამ პასუხისმგებლობებს და მოვალეობებს, რაც მოდის, ხო, ანუ ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, აი მშობლებთან დაკავშირებით, არამედ პირიქით დააკვირდნენ, გაჩერდნენ და ესე ვთქვათ, იპოვონ გამოსავალი, როგორ შეუძლიათ, რომ ეს ურთიერთობები გადაიყვანონ რაღაცა ახალ ეტაპზე, ხო, როგორ შეუძლიათ, რომ ამ ურთიერთობების ჰარმონიზაცია მოახდინონ და არა მაგალითად დაიგნორება, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ანუ საბოლოო ჯამში კარიერულად და სამსახურეობრივად, ასევე ფინანსურად მორიელებს არ აქვს ცუდი პერიოდი, საკმაოდ კარგი პერიოდი აქვთ, მაგრამ აი ამ მომავალი 2 კვირის მანძილზე, ზოგადად აგვისტოსთვის მანძილზე ეს იქნება რაღაცა კოლოსალური შრომის ფასად. აქედან გამომდინარე, მოკლედ მაქსიმალურად დაისვენეთ, აღედგინეთ ენერგიები თავისუფალ დროს, ის რაც პასუხისმგებლობები არის და აუცილებლად გასაკეთებელი და ვერ აირიდებთ, ვერ აირიდებთ, მაგრამ თავისუფალი დრო დაუთმეთ დასვენებას და ასევე ლომებთან ერთად მორიელებსაც ურჩევდი, რომ წყლის ბალანსი აკონტროლონ, ხო, მაქსიმალურად აი ეს გამოფიტვა არის რეალურად გადაღლა, აი ამ ტურბულენტურობას შეიძლება საკუთარი თავით ვერ მოიცალოთ და ნუ რეალურად ზაფხული გვაქვს საკმაოდ ცხელი, ხო, ამიტომ მოკლედ მიაქციეთ წყლის ბალანს აუცილებლად ყურადღება. ეს არის მნიშვნელოვანი. ხოლო რაც შეეხება პარტნიორულ ურთიერთობებს, ნუ პარტნიორულ ურთიერთობებში ჰარმონიული არის, ანუ პარტნიორულ ურთიერთობებში არ არის არაფერი, ესე ვთქვათ,
ნეგატიური, როგორც ასეთი, უბრალოდ იმდან გადაღლილები შეიძლება იყვნენ მორიელები, რომ ამისთვის უბრალოდ ვერ იცლიდნენ, თორე რა ვიცი, ხო პარტნიორულ ურთიერთობებში არ აჩვენებს ისეთ რაღაცა ნეგატიურ მოცემულობას. პირიქით პარტნიორი ფიქრობ, რომ მომავალი 2 კვირის მანძილზე მორიელებს შეავსებს და დაეხმარება იმ საიმისოდ, რომ მოკლედ ეს ენერგიები აღედგინონ. ხო, პარტნიორი ერთგვარი ენერგიის წყარო შეიძლება იყოს ამ პერიოდში. და გადავიდეთ მშვილდოსნებზე. მშვილდოსნებზე, ესე იგი მშვილდოსნებთან აქ ნათესავებთან ურთიერთობებში მიდის სერიოზული გამოწვევები. ეს ნათესავებთან შეიძლება იყოს დედმამიშვილებთან ურთიერთობები, ან თქვენი მეუღლის ნათესავებთან ურთიერთობები, ანუ ამ ხრივაც მოკლედ საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდი არის. აქედან გამომდინარე, ეს ნათესავებთან ურთიერთობები უნდა გადახალისდნენ, ამასაც არის როგორც მორიელების შემთხვევაში, ხო, ვერ გავიქცევით, ამას ვერ ავიდიდებთ თავიდან, ვერ იქნება ისე, რომ მაგალითად საერთოდ დავაიგნოროთ, იმიტომ რომ რეტროა, იმიტომ რომ რეტრო ნიშნავს კარმოს და ამის არიდება თავიდან არ ხდება. უნდა გაიარო ყველაფერი. აქედან გამომდინარე, კარგი იქნებათ, რომ რაღაც ახალ ცოდნას და გამოცდილებას მიიღებენ, ამ ურთიერთობებს გადაიყვანენ ახალ ეტაპზე, როგორც საკუთარ ნათესავებთან ურთიერთობებს, ასევე პარტნიორი ვისაც ყავს, ანუ პარტნიორის ნათესავებთან ურთიერთობების კონტექსტშიც ითხოვს რა, ანუ საბოლოო ჯამში რაღაცა ახლის ახალ ეტაპზე გადასვლას. აქაც მნიშვნელოვანი არის, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში ან სასიყვარულო ურთიერთობებში, მშვილდოსნებთან, ასევე მეგობრებთან ურთიერთობებში არის ცოტათი გაუგებრობების, კონფლიქტურობის ალბათობა, ანუ მეგობარი და პარტნიორი, ხო? ანუ ჩემი რჩევა იქნება მშვილდოსნებთან, რომ მეგობრულ ურთიერთობებში ნუჩარებენ პარტნიორულ ურთიერთობებში და პირიქით, ხო? ან თავიანთ მეგობრულ ურთიერთობებში ჩაერევიან მეგობრების პარტნიორულ ურთიერთობებში. მოკლედ ეს რაღაც არევა შეიძლება რომ მოხდეს, რაშიც შეიძლება მე როგორ მშვილდოსნები გაიხლართონ და ეს არ იყოს, ხო, მათთვის ეს ჰარმონიული, ანუ კონფლიქტურობის ალბათობა არის ნათესავებთან, რაღაცა ოჯახის წევრებთან, მშობლებთან, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ეს კონფლიქტი გაანეიტრალოთ, რაღაცა ეს თქვა ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ, ან თუ მაგალითად საერთოდ უსაშუალო არის, მაშინ დაასრულოთ, ხო, დატოვოთ თავის ადგილზე, მაგრამ კონფლიქტური გარემოებებისგან მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თავი დაიჭიროთ შორს. ასევე მნიშვნელოვანი არის ამ პერიოდში თქვენი ოჯახური გარემო, ანუ საცხოვრებელი სახლი რაღაცა კეთილმოწყობილად გქონდეთ, ანუ კეთილმოწყობილი იყოს ესე ვთქვათ თქვენი ოჯახური მდგომარეობები, ასევე თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები, აი აქაც იცდება, ანუ კარმული გამოცდა არის, ანუ თუ მაგალითად ერთ რაღაცა პარტნიორთან ერთი რაღაცა ის იყო, ხო, რაღაცა პრობლემა იყო და მაშინვე ამის გამო ასრულებთ და არ ცდილობთ ამის გადაჭრას ან გადალახვას, ну ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა პრობლემატური იქნება და ამ შემთხვევაში ეს ერთ წელზე ტრიალი წავა, ანუ ერთ წელზე შეიძლება დაგატრიალოთ ამ ურთიერთობებში და ვერ გამოხვიდეთ მანამ სანამ ვერ მოაკვეთ. ანუ აქ შეიძლება ადამიანი შეიცვალოს, მაგრამ პრობლემა ესე ვთქვათ, პრობლემა არ შეიცვალოს, ხო? ანუ პრობლემა დარჩეს და ვინც არ უნდა იყოს თქვენს კოდით, ყველასთან იგივეს გადალახვა მოგეწოთ, იმიტომ რომ ეს არის თქვენი გასავლელი. ნაზი, გადახვევა შეგიძლიათ, როცა ლაივში ვართ ახლა და ლაივი რო დასრულდება, შეგიძლიათ გადაახვიოთ, კი ბატონო. ხო, რაც შეეხება ახლა ფინანსურ მხარეს, ანუ ფინანსური თვალსაზრისით, აქაც არის ცოტათი სირთულეები, კარგი იქნება თუ დიდ შენაძენებს არ გააკეთებთ, თუმცა აქაც კარიერული თვალსაზრისით სამაგიეროდ კარგი პერიოდი არის და კარიერულად შეგიძლიათ რომ რაღაც ახალი წამოიწყოთ, რაღაც ახალი ბიზნესი შეგიძლიათ რომ მოიფიქროთ, ეს შეიძლება ესე ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს მაგალითად საოჯახო ბიზნესი, ან ბიზნესი შეიძლება იყოს პარტნიორთან და ზოგადად პარტნიორულ ურთიერთობებში იწვევს რაღაცა და ითხოვს მშვილდოსნებთან რაღაცა ახალს, ხო? ანუ მეგობრულ დამოკიდებულებას, ანუ მეგობრულ ურთიერთობებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? აი აქაც შეიძლება იყოს, ხო? ანუ აი ეს რაღაცა ლომში არის ახლა რეტრო მერკური და რაღაცა აი მეზე, ხო? ანუ მე თუ ვერ ვიღებ რაღაცას, ანუ მე თუ არ მსიამოვნებს, მაგრამ აი ახლა მშვილდოსნებს მოუწევთ საკუთარ თავს დაუსვენ კითხვა, პარტნიორს თუ სიამოვნებს, ანუ პარტნიორს თუ მოწონს ის რასაც შენ გასცემ, არის თუ არა ეს მისთვის საკმარის, ხო? აი უფრო ამ კონტექსტზე უნდა კონცენტრირდნენ, ანუ მშვილდოსნები ეს ევალებათ, რომ რაღაცა ფილოსოფიურად გაიაზრონ
აი ეს ურთიერთობები. ეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა რა თქმა უნდა, აქაც ჰარმონიული კონფიგურაცია არის და ეს სირთულეები ანუ ჰარმონიულად იჭრება. არც იმას არ გამორიცხო, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში რაღაც ახალ ეტაპზე გადავიდეს. ნუ ყოველ შემთხვევაში არ ამგონი ახლა მაინც და მაინც ამ ორ კვირაში, მაგრამ ანუ ზოგადად წლის პროგნოზში მშვილდოსნებს აქვს, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში რაღაცა ახალი შეიძლება დაიწყოს. ან ოჯახურ ურთიერთობებშიც ხო, ანუ რაღაც იქორწინოს ბევრი მშვილდოსანი რაღაც თავის სიყვარული იპოვოს და ამ შემდეგ რა, ანუ არის აქ ეს მოცემულობა, მაგრამ ანუ ფინანსებს მიაქციეთ ყურადღება, კონფლიქტებს მიაქციეთ ყურადღება და ზოგადად მშვილდოსნებს ხალხმრავალ ადგილებში მომავალი 2 კვირის მანძილზე განსაკუთრებით 10 აგვისტოს ჩათვლით არ გირჩევთ ყოფნას. 10 აგვისტოს შემდეგ კი ბატონო, ანუ ეს ხალხმრავალი ადგილები მაინც და მაინც რეკომენდირებული არ არის. და გადავიდეთ თხის რქებზე. აქაც მშვილდოსნებსაც თუ რამე დაგაკლდათ, მოკლედ შეგიძლიათ დაწეროთ უფრო დეტალურად თუ რაღაც კონკრეტული სფერო გაინტერესებთ. ხო, ну, აქაც მინდოდა მეთქო, რომ საბუთებს მიაქციეთ ყურადღება. ის საბუთებთან დაკავშირებით იყავით ძალიან ფრთხილად ასევე მშვილდოსნები. თუ რამე რაღაცა უგვარებელი დოკუმენტები გააქვთ ან რაღაცა საბუთების თვალსაზრისით ხო, აი რაღაცა ის თქვა ძველი მოუწესრიგებელი არის, კარგი იქნება თუ აი ამ პერიოდში მოაწესრიგებთ, ხო? თუ არა და თვითონ შეგახსენებენ თავს არ იქნება პრობლემა და გადავიდეთ თხის რქებზე. ნუ თხის რქებთან არის ძირითადად უფრო ფსიქოლოგიური კრიზისები, ფსიქოლოგიური გამოწვევები არის რაღაცნაირად ცოტათი ეს თქვათ შიშებიც ხო შეიძლება რომ ქონოდათ რაღაცა აი თხის რქებს აი ამ ბოლო პერიოდებში რაღაც შეაშინა მაგალითად ეს შეიძლება არ იყო არაფერი საშიში, მაგრამ აი უცბად როცა აი ეს რაღაც ცოტა შოკები როცა მოდის ხო? ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში არის, როცა სიშორე უწევს, ანუ თხის რქას პარტნიორულ ურთიერთობებში და აი ეს სიშორეც არის რა? ანუ იცდება თქვენი პასუხისმგებლობები, თქვენი სიყვარულის უნარი, თქვენი პატიების უნარი პარტნიორულ ურთიერთობებში. ანუ აი ეს სიშორე თხის რქების შემთხვევაში, ანუ პარტნიორულ ურთიერთობებში იმას განაპირობებს, რომ გადაგაფასებინებთ იმას, რასაც მაგალითად აქამდე შეიძლება ვერ აფასებდით, ხო? ანუ უბრალოდ სხვა ეტაპზე გადაიყვას ამ ურთიერთობას, მაგრამ აი ეს ოჯახური პასუხისმგებლობების კონტექსტში, ანუ თხის რქებს აქვთ აბსოლუტური სიმარტოვე, აბსოლუტურად მარტო შეიძლება უწევდეთ საკუთარი პირადი უსაფრთხოების აშენება, უფრო ესე ვიტყოდი, ანუ ოჯახი ხო, არის ჩვენი პირადი უსაფრთხოება, ოჯახში ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც ჩვენგან ითხოვს რაღაცა პასუხისმგებლობების აღებას, ამავდროულად ემსახურება ამავდროულად ფიზიკურად არ არის ანუ მარტივი გადასალახი თხის რქებისთვის, მით უმეტეს ანუ აქ უფრო ქალი თხის რქებისთვის იქნება ხო, ანუ უფრო რთული ეს ვიდრე მაგალითად მამაკაცი თხის რქებისთვის. აქედან გამომდინარე ეს პასუხისმგებლობები არის, ну თხის რქა ისედაც პასუხისმგებლობის პრობლემა არ აქვს თხის რქას, ისედაც საკმაოდ ისეთი გამძლე ნიშანი არის და ზოგადად არ ეზარება პასუხისმგებლობების აღებას საკუთარ თავზე. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უფრო მარტივად გაართმევენ თავს, მაგრამ ანუ არ უნდა გავაპროტესტოთ, ხო? მაინც ეს პასუხისმგებლობები, აი რატომ იწევს მე, რატომ იწევს ყოველთვის მე, აი ეს მოცემულობები, ანუ მსგავსი დამოკიდებულება, ხო? ზოგადად თხის რქების შემთხვევაში, ან თხის რქებისგან იმ კონკრეტული პასუხისმგებლობების, რომლებიც ახლა გაკისრიათ, არ იქნებოდა მართებული, ამან შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს, ანუ გაპროტესტება, რაც ჩვენ უკვე ვთქვით, რომ თუ ადამიანი აკეთებს ის რაც მოდის ხო, ანუ კანონზომიერებით, მაგრამ აპროტესტებს, აი ეს გაკეთებული, ანუ მთლიანად წყალში გვეყრება. აქედან გამომდინარე აქაც მნიშვნელოვანი არის, რომ არ გავაპროტესტოთ, ანუ აი იქიდან იმიტომ რომ ის ენერგიები და ის შრომა, რომელიც ისედაც გაეძი და ისედაც გიწევთ გააცემა არ ჩაყაროთ წყალში და ეს დიდი ხანი არ გაგეწელოთ, ფინანსებს მიაქციეთ ყურადღება, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური მხარე, ასევე თხის რქებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას, ანუ თხის რქების შემთხვევაში არის რაღაც ენერგიის გამოფიტვა, ანუ მუდმივად როცა გასცემს ვერ იხდგენს ამ ენერგიას, ხო? არის აი ეს სირთულეები, აქედან გამომდინარე თხის რქებს ურჩევდი, რომ მაქსიმალურად ასევე მომავალი 2 კვირის მანძილზე დაისვენონ. აქ ნათესავებთან დაკავშირებით არის ანუ სერიოზული გამოწვევა, როგორც პარტნიორს ნათესავებთან დაკავშირებით, ასევე თქვენს ნათესავებთან დაკავშირებით, ну პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ, უნდა აპატიოთ და მნიშვნელოვანი არის, რომ საკუთარ სისხლით ნათესავებთან რაღაცნაირი კომუნიკაცია დაამყაროთ და ახლო ურთიერთობა უნდა დაიწყოთ, ხო, თუ მაგალითად რაღაცა კონფლიქტური სიტუაციები იყო, რაიმე მსგავსი, ну ეს კონფლიქტური სიტუაციები საბოლოო ჯამში უნდა დასრულდეს. ეს არის მნიშვნელოვანი თხის რქებთან. ამ შემთხვევაში ან თუ თქვენს ნათესავებთან მაგალითად
არ გექნებათ კარგი ურთიერთობა, ანუ მაგალითად პარტნიორის ნათესავები, ან ზოგადად რა, ნებისმიერი სხვა ადამიანები ამას ვერ დაგიბალანსებენ, იმიტომ რომ კონკრეტულად სისხლის ნათესავებთან ითხოვს თუ მაგალითად თვითონ ნაჩხუბარი ხარ და თვითონ არ უნდა ხო, ანუ კონტაქტზე გამოსვლა ამ შემთხვევაში თქვენ უბრალოდ აპატიეთ და უბრალოდ ღიაობა გქონდეთ, რომ ანუ აპატიეთ და თუ ის ოდესმე ეს ადამიანი გონს მოეგება, მოკლედ თქვენ ამის მიმღებლობა გექნებათ, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ გააზრების შემთხვევაში და ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ დღისრქები მიიღებენ ძალიან კარგ უკურ რეაქციას სამყაროსგან, როგორც პირადი დონეზე ხო, ასევე კარიერული თვალსაზრისით, ასევე ფინანსურად, ანუ პარტნიორულ ურთიერთობებში, ანუ ბევრი რამე მე თავისით ავტომატურად დაალაგდება. მაგრამ აი ეს მომავალი ორი კვირა, აი ამ ფსიქოლოგიური სტრესების პერიოდი არის, განსაკუთრებით 10 რიცხვამდე, ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს, დღისკემა განსაკუთრებით დაიცავით უსაფრთხოების ზომები, არ გირჩევთ რაღაცა ის დიდი შენაძენების გაკეთებას და ამავდროულად ეს მნიშვნელოვანია, რომ მიაქციოთ ყურადღება თქვენს, ესე ვთქვათ, ჯანმრთელობას და ენერგიას, ასევე რაღაცა შინაგანად მოკლედ დაისვენოთ მაქსიმალურად რამდენადაც ამის საშუალება მოგეცემათ. სხვა შორის არ გამოურიცხავ, რომ დღისკებთანაც მივიდეს რაღაცა ახალი, ესე ვთქვათ, სამსახურეობრივი პერსპექტივა, ხო, ახალი სამსახურეობრივი შემოთავაზება, საერთოდ არის გამორიცხული. აქედან გამომდინარე, შეიძლება რაღაცა პატარა რაღაცა, ესე ვთქვათ, კვალიფიკაციის ამაღლება მოგიწიოთ, ან რაღაცის შესწავლა მოგიწიოთ და ზოგადად სამსახურეობრივად აჩვენებს, რომ რაღაცა ახალი სამსახურეობრივი პერსპექტივები შეიძლება რომ გამოჩნდეს დღისრქებთან, საერთოდ არის გამორიცხული, ან არსებულ სამსახურში შესაძლოა გქონდეთ ახალი პოზიცია. და გადავიდეთ მერწყულებზე. მერწყულებზე, ну როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა ზოდიაქოს ნიშანი ხო, ზოგადად არის ეს ვთქვათ ასე თუ ისე ამ რეტროგრადული მერკურის ქვეშ და აი ამ სირთულეების ქვეშ, მაგრამ განსაკუთრებით ფიქსირებული და მერწყულის რა თქმა უნდა ფიქსირებული ჯვრის წარმომადგენელია და განსაკუთრებულად მერწყულების ახდენს გავლენას ის მიმდინარე პროცესები, რომელიც მიდის, განსაკუთრებით ეს გავლენა არის ანუ პარტნიორულ ურთიერთობებში, არის სერიოზული, ესე ვთქვათ, სერიოზული კონფლიქტური, მოკლედ სიტუაციების ალბათობა, მაგრამ აი ესეც არის ზუსტად ეს მოხდა მაგალითად წინა თვეში რაღაცა ხო, როცა დაიწყო რეტრომერკური და ეხლა უკვე მომავალი ორი კვირის მანძილზე ამისი გააზრება უნდა მოხდეს, ანუ რატომ მოხდა, რა მასწავლა ამ სიტუაციამ, ანუ ზოგადად პარტნიორული ურთიერთობები არის აქაც ეს გაურება და როგორც სასწორების შემთხვევაში თქვი, ასევე არის ანუ მერწყულების შემთხვევაში ხო, აქ არც ერთი მხარე არ უნდა დაზიანდეს, ანუ ყველამ მოკლედ რაღაცა ბალანსის გასწორება მოგიწევთ, მაგრამ ანუ სასწორს შეუძლია რომ ბალანსი გასწოროს, მაგრამ მერწყულს რამდენად შეუძლია ამ ბალანსის გასწორება, უკვე ცოტათი ეს საჭიროა საკითხია, ხო? ну, თრიან სასამთავროებაც იქნება პარტნიორულ ურთიერთობებში განსაკუთრებით აკონტროლოთ ეს ემოციური ფონი, არის ამ კონფლიქტური, ესე ვთქვათ, მოცემულობის ძალიან დიდი ალბათობა, ასე ვთქვათ, ნათესავებთან ურთიერთობები, ხო, როგორც თქვენ ნათესავებთან, ასევე პარტნიორის ნათესავებთან ურთიერთობები არის ანუ კონფლიქტური 10 რიცხვის ჩათვლით, არის აქ საკმაოდ ასე ვთქვათ, სერიოზული გამოწვევები, ან ეს ურთიერთობები საბოლოოდ უნდა დასრულდეს და ანუ შეეშვათ, ან რაღაც ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ამ პარტნიორულ ურთიერთობებში ეს მოცემულობები, რომელი მოცემულობებიც მიდის, ანუ ეხლა მაგალითად თუ არ გასწორდა და თუ არ მოხდა გადააზრება, ხო, ანუ თვითონ ანუ მერწყულების მიერ, ამ შემთხვევაში ესენი კიდე დაბრუნდება მე ნოემბერ-დეკემბერში და დაბრუნდება უფრო რთულად. აქედან გამომდინარე, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ასევე კონტრაქტულ ურთიერთობებს მიაქციონ ყურადღება, ანუ ზოგადად საქმიანი ურთიერთობები ასევე არის პრობლემატური და კონფლიქტური და ეს რაღაცას გვასწავლის, ხო, ну ამ შემთხვევაში მერწყულებს მოუწევთ, რომ რაღაცა ანუ სულიერი ვიბრაციები აწიონ ცოტა უფრო მაღალ ეტაპზე, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა იმდენად სოციალურები არიან, ანუ შინაგან მდგომარეობას არ უკვირდებენ, ანუ შინაგან მდგომარეობას განსაზღვრავენ სოციუმიდან გამომდინარე, ხო? მაგრამ აი ეხლა ამ პერიოდში მოუწევთ, რომ ანუ შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე მართონ მე უკვე ეს სოციალური და გარე ურთიერთობები. აქედან გამომდინარე აუცილებელია ეს, რომ ჩაუღრმავდნენ თავიანთ შინაგან მდგომარეობას,
ყურადღება მიაქციონ ფინანსებს და ჯანმრთელობას, ანუ ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც არის, ანუ მერწყულად ცოტათი აი რაღაცა გამოფიტვა, განსაკუთრებით ემოციური, სტრესული ფონიდან გამომდინარე, ამიტომ ჯანმრთელობას და ფინანსებს უნდა მიაქციონ ყურადღება, ასევე ნათესავებთან ურთიერთობები დაძაბული არის და ანუ აი კარმული თვალსაზრისით ნათესავებთან ურთიერთობები შესაძლოა იყოს ცოტათი, როგორ თქვა, რაღაცები გეწყინოთ, რაღაცა მოლოდინები გქონათ თქვენ ნათესავებისგან და ის არ ახდეს ხო, ან არ ასრულდეს, ისე არ წავიდეს, როგორი მოლოდინების თქვენ გქონდათ. ნუ საბოლოო ჯამში ეს მოცემულობა მოკლედ არის ნათესავებთან დაკავშირებით კარმული არის, უფრო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ მერწყულებმა, ვიდრე მაგალითად აი ვინმეს გადააბარონ ან გადააბრალონ რამე. აი აქაც მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს მოცემულობა სამსახურეობრივი და ფინანსური თვალსაზრისით, ანუ მერწყულად ცუდი პერიოდი არ აქვს, პირიქით სასაკმაოდ ჰარმონიული პერიოდია, ფიქრობ რომ ამ პერიოდში შეიძლება რომ ეს ფინანსების მომატებაც კი იყოს, მაგრამ ერთნიშნულოვნად ანუ შვილებთან, მშობლებთან ურთიერთობები ამოისუნთქებთ მერწყულები აგვისტოს ბოლოს. აგვისტოს ბოლოდან, ნუ უფრო უკვე აი ეს დაახლოებით 20 აგვისტოდან ამოისუნთქებთ. ეს მარტივად რო გითხრათ, ხო, როდის ამოისუნთქებთ, თუ ამოისუნთქებთ, მაგრამ ფინანსური პრობლემები, სამსახურეობრივი პრობლემები იმდენად არ არის, რამდენადაც უფრო აი პირადი პრობლემები არის, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე ნათესავებთან, ანუ ოჯახური რაღაცა ურთიერთობები, გადალაგება, ეს მშობლებთან ურთიერთობები, ხო, რაღაცა ახალ ეტაპზე გადადის. აქედან გამომდინარე, ამ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ ადამიანის ჩართულობა, ხო? ანუ მე შემიძლია რომ სულ ვაიგნორო და ერთ წრეზე ვიყო გაჩერებული, ან შემიძლია რომ რაღაცა შევცვალო და მე რაღაცები ჩემს გარშემო შეიცვლება, ხო? ნუ რისი შეცვლაც შეგიძლიათ, არის რაღაცები, რასაც ვერ შეცვლის ადამიანი, ხო? ეს მოცემულობა არის მოკლედ მერწყულებთან. ნუ საბოლოო ჯამში რაღაცა სიახლეებს ითხოვს, ისევე როგორც ლომებს, აქაც მერწყულებსაც აქვთ ანუ სერიოზული სულიერი ტრანსფორმაციის პერიოდი. სულიერი ტრანსფორმაცია გულისხმობს იმას, რომ ისევ ვეღარ გააგრძელებთ, როგორც აქამდე იყო თქვენი შინაგანი და სულიერი ღირებულებები. ადრე თუ რაღაცა ოკეი იყო, ეხლა თუ ისევ ოკეია, ამ შემთხვევაში ეს დარტყმები უფრო გაძლიერდება. ანუ რაღაცები უნდა გადავაფასოთ, ხო, რაღაცები უნდა შევცვალოთ, ანუ თვითონ ჩვენს ესე ვთქვათ ღირებულებებში, დამოკიდებულებებში და მე ეს ჩვენს გარშემოც იცვლება. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ხოლმე ძირითადად რომ გარეთ შევცვალოთ და აი გარე რეალობაზე ან სხვა ადამიანებს რაღაც ძალადობთ, მანიპულირებთ ფსიქოლოგიურად, რომ აი რაღაცა შეიცვალოს, რომ იმათგან მივიღოთ რაღაცა, მაგრამ ეს არ მოხდება. ანუ პირიქით, საკუთარი თავიდან ხდება ყველაფრის შეცვლა. აქედან გამომდინარე, მოკლედ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მერწყულებთან და ზოგადად მთლიანად აგვისტოს თვე ამ პარტნიორული ურთიერთობებით არის აქცენტირებული და ამავდროულად აი ეხლა განვითარებული მოვლენები აპროგრამებს თქვენი 2026 წლის პროგნოზს მერწყულებო. ამიტომ ეცადეთ რომ ეს თვე აგვისტოს თვე ისე გაატაროთ როგორც გინდათ რომ ზოგადად გაატაროთ მე 2026 წელი, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ შეიძლება ზუსტად ისე ვერ გააკეთოთ და ის მოვლენები ვერ გამოვთქვათ, მაგრამ შინაგანად როგორი განცდებიც გექნებათ, მაგ განცდებს დაგიპროგრამებთ 2026 წლის პროგნოზში მე ეს თვე. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნუ აგვისტოს ბოლოდან საბოლოო ჯამში ამოისუნთქოთ, მაგრამ 26-ში რო ამოსუნთქულები იყოთ, ეს თვე გაატარეთ ისე, როგორც გინდათ რომ 26-ი გაატაროთ, ხო? ეს არის მოკლედ რაღაცა პირობები, რაღაცა კანონზომიერებები მერწყულებთან. და გადავიდეთ თევზებზე. მოკლედ თევზები დაიღალნენ, ესე ვთქვათ, რამდენი ხანია თევზები მელოდებიან, დავიწყებ თევზებით და ნუ თევზებთანაც ვიტყვი, როგორც ვამბობდი ხოლმე ზოგადად 2025 წლის პროგნოზშიც, ხო, ზოგადად რომ საკუთარი თავისი ყოველ გევალება თევზებო. პარტნიორულ ურთიერთობებში არის სერიოზული, ესე ვთქვათ, გამოწვევები. ეს პარტნიორული ურთიერთობები შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორული ურთიერთობები, ასევე შეიძლება იყოს თქვენი შვილების პარტნიორული ურთიერთობები, თქვენი ნათესავების ან თითბამიშვილების პარტნიორული ურთიერთობები. აი აქ არის უკვე ესე ვთქვათ, ერთმნიშვნელოვნად რაღაცა ახალ ეტაპზე გადასასვლელი, მაგრამ პარტნიორული ურთიერთობები ამ შემთხვევაში არის საზომი თევზებისთვის, თუ როგორ გიყვარს საკუთარი თავი, ხო? ანუ რამდენადაც შეიყვარებს საკუთარ თავს, ისე შეგიყვაროს პარტნიორიც. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ყურადღება ესე ვთქვათ, ყურადღება მივაქციოთ იმ ესე ვთქვათ მოცემულობას, რომელიც მოცემულობას, ანუ
თვით სიყვარულს გავალდებულოთ, ასევე ფინანსური თვალსაზრისით და აქ რაღაცა სიახლეებს ითხოვს. ამ ეს პერიოდი არის მაქსიმალურად აქცენტირებული ასევე იმითი, რომ ნათესავებთან ურთიერთობები, ოჯახური ურთიერთობები არის ესე ვთქვათ ჰარმონიული, ასევე სამსახურეობრივი თვალსაზრისითაც თევზებთან არის ჰარმონიული, შეიძლება იყოს სამსახურის ცვლილება, შეიძლება იყოს რაღაცა ახალ ეტაპზე ესე ვთქვათ გადასვლა თქვენი სამსახურეობრივი თქვენი სამსახურეობრივი მდგომარეობის, ანუ დაწინაურება, ხელფასის მომატება, ხო, არის ეს ერთმნიშვნელოვნად აქცენტირებული თემა. აქედან გამომდინარე, მოკლედ თევზებთან არის ამ ხრივ სასიკეთო ცვლილებები, ასევე ფინანსური თვალსაზრისით სასიკეთო ცვლილებებია, მაგრამ აი თევზების შემთხვევაში 10 აგვისტომდე ცოტათი სირთულეები არის, ანუ ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ 10 აგვისტოს შემდეგ ეს ფინანსური სირთულეებიც სრულდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გევალებათ, რომ რაღაცა მოიფიქროთ, რომელიც ახლებური გზით გამოგამუშავებინებთ გამომუშავებინებთ აი ამ ფინანსებს, ხო? ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ის შეიძლება იყოს სამსახურის ცვლილება, უბრალოდ სამსახურეობრივად დაძაბული პერიოდი არის აგვისტოს თვე თევზებისთვის, ანუ რაღაცა ფსიქოლოგიური სტრესის, პროტესტები, შეიძლება იმაზე მეც საქმეს აკეთებდეთ, ვიდრე მაგალითად გევალებათ და ამ შემდეგ, ხო? ანუ ეს სირთულეები, ანუ რეალურად ანუ თევზებთან არის. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ეხლა ამ პერიოდში, ანუ დაგეგმოთ, გაიაზროთ, ანუ იმპულსურად არ იმოქმედოთ, ანუ სამსახურეობრივი თვალსაზრისით, ანუ პირდაპირ გაიქცევით სამსახურიდან, ანუ მნიშვნელოვანი არის, რომ დაგეგმოთ და ესე ვთქვათ, შეიცვალოთ, ხო? მაგრამ ანუ სამსახურეობრივ ცვლილებებს აჩვენებს და ეს ცვლილებები პოზიტიური არის, ერთმნიშვნელოვნად არ არის ნეგატიური, მაგრამ ჯერჯერობით აგვისტოს თვეში მაინც და მაინც რეკომენდირებული არ არის. აგვისტოს თვიდან მე უკვე ეს სირთულეებიც ანუ ნელ-ნელა წავა და სამსახურეობრივ ურთიერთობებში ბევრად უფრო ისეთი რა, ანუ ჰარმონიული პერიოდი იწყება, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ ანუ ფინანსების მხრივ, აი ხა თევზებს რა ევალებათ, ხო? ანუ პოზიტიური თვალსაზრისით, ხო? თევზებთან, ანუ ფინანსურად რას ითხოვს, რომ ანუ უნდა იყოს ანუ დაფასება, ხო, ფინანსებს, ანუ კონსტრუქციული გამოყენება. ჩვენ ხო სულ რაღაცას ვსწავლობთ და თევზებისგან ახლა ამ პერიოდში ითხოვს, რომ ისწავლონ რაღაცა ისეთი, რაც მაგალითად, ესე ვთქვათ, არ იცოდნენ, ხო? და ეს ამ შემთხვევაში შეიძლება იცოდნენ კიდევაც, მაგრამ კიდევ უფრო ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანონ თავიანთი ფინანსების მართვა. ანუ ეხლა ეს პერიოდი შემოსავალს იძლევა, მაგრამ თუ არარაციონალურად გაფლანგავენ თევზები, თუნდაც ერთ თეთრს, აი ამის გამო შეიძლება ანანოს და დააფასებინოს ფინანსები და მე უკვე რაღაცა ისე შეაშინოს, რომ ნუ შემდეგში უკვე აი ყველა თეთრი გაწერონ, ანუ რა დაგეგმილად დახარჯონ, ხო? ამიტომ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ გირჩევდით შენაძენებს, ანუ ფინანსების უფრო თუ ესე მოუფრთხილდებით და მოაგროვებთ აგვისტოს თვეში უფრო კარგი იქნება და მე უკვე სექტემბრიდან კი ბატონო შეგიძლიათ დახარჯოთ და დააბანდოთ ნებისმიერ რაღაცაში. ნუ ახლა ეს თავსემთვარეობა იქნება სამსახურეობრივი თვალსაზრისით, სამსახურს მიაქციეთ ყურადღება, არის აქ რაღაცა გაუგებრობები, რაღაცა შეცდომა არ მოხდეს, ხო, განსაკუთრებით 10 აგვისტომდე არის აი ეს სირთულეები, სამსახურში იყავით ყურადღებით და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ჯანმრთელობას მიაქციოთ ყურადღება, აღიდგინოთ ენერგიები, კვებას მიაქციოთ ყურადღება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქაც აი სატურნი გამოწმებთ, რამდენად უვლით თქვენს ჯანმრთელობას და ზოგადად რამდენად მადლიერი ხართ, ხო, თქვენი სხეულის იმისათვის, რომ გემსახურებათ. ამიტომ მოკლედ აი ეს არის თევზებთან ოჯახური თვალსაზრისითაც აქ ჰარმონიული პერიოდი არის, უფრო აი რაღაცა კომუნიკაცია, უფრო ჯანსაღი ხდება, უფრო რაღაცა ფართოვდება, უფრო უკეთეს ეტაპზე გადადის, აი რაღაცა ოჯახურ ურთიერთობებში ეს კრიზისული სიტუაციები არ არის, მაგრამ პარტნიორულ ურთიერთობები საკუთარი თავი გამოავლინე ეუბნება, ასევე თევზები, ვისაც მაგალითად შემოქმედებითი ადამიანები ხართ, ხო, ვისაც გააქვთ შემოქმედებითი ნიჭები, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შემოქმედებითი ნიჭები და რაღაცა გააკეთეთ, ანუ მომავალი 1 წლის მანძილზე, მაგრამ არც ახლა არ იქნებოდა ცუდი, თუ თქვენი შემოქმედებითი ნიჭებით დაიწყებთ რაღაცა ფინანსების გამომუშავებას, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მოკლედ ეს იყო მეგობრებო, რის თქმაც მინდოდა. ხო, აქ თევზებთანაც ვიტყვი, რომ სასიყვარულო პარტნიორულ და შვილებთან ურთიერთობებში ჰარმონიული პერიოდი აქვს და ეს რთული, ყველაზე რთული უკვე დასრულებულია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ 10 აგვისტომდე მაინც ეს დაძაბულ პერიოდს გავდივართ, მაინც აქაც მოკლედ ცოტათი დაძაბულობა შეიძლება რომ შეინიშნებოდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში თევზებს ამ თვალსაზრისით ჰარმონიული პერიოდი აქვთ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ჩაგერთვებით ისე ორი კვირის პროგნოზით და ასევე გვექნება კიდე სხვადასხვა თემაზე ლაივები, რომელი თემებიც ადამიანებს აინტერესებთ და რომელი თემებიც საკმაოდ საჭიროა არის და ასევე გამოსაყენებელი არის, ხო? იმ ადამიანებისთვის, ვინც არიც ასტროლოგია. დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.